ყოველ შაბათს 22 საათზე მთელი სამყარო იძინებს, მაგრამ არ ძინავთ მართ მაფიოზებს. მეხუთე სეზონში ვიხილავთ იტალიური მაფიისა და იაკუძას დაპირისპირებას. პატიოსნებში რა თქმა უნდა რჩება ექიმი და დეტექტივი. მეორე მაფიის გუნდი შედგება იაკუძასა და შოგუნისგან. იაკუძა დაქირავებული მსროლელი მოთამაშეა, რომელსაც დეტექტივი ამოწმებს შავად. შოგუნი არის უფრო მაღალი რანგის როლი. ის იღებს გადაწყვეტილებას თუ ვინ უნდა დატოვოს თამაში და გადაწყვეტილება მოქმედებაში მოყავს იაკუძას. მაფიაში ამ ორი ეპოქის გაერთიანებას ვიხილავთ. მას შემდეგ რაც თამაშიდან იაკუძა გავა, შოგუნი რჩება გასროლის გარეშე. იაკუძა იგებს იმ შემთხვევაში თუ თანაბარი რაოდენობით დარჩებიან მაფიოზებთან ან პატიოსან მოქალაქეებთან, ორი თორში ან ერთ-ერთში. იმის გამო რომ მაფიის ეს ორი დაჯგუფება ერთმანეთისთვის დაგვიპირისპირებინა, მაფიას დაუმატეთ მარჯვენა ხელი, რომელსაც გაცნობის ღამეს ირჩევს დონი და შემდეგ ყოველ ღამე ეძებს იაკუძას. შოგუნი არ მოწმდება არც დეტექტივის მხრიდან და არც მარჯვენა ხელისგან. თამაში უკეთესი ბალანსისთვის ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველ ღამეს არავინ ტოვებს მაგიდას. პირველი ღამე არის მხოლოდ გადამოწმებების და სტრატეგიების დაგეგმვის ღამე. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ქართული YouTube-ის მაფია, იტალიური მაფიისა და იაკუძას დაპირისპირების მეოთხე ეპიზოდი არის და მინდა რომ ტაშით და გულებით გავახსნათ ერთმანეთს. ეს ძალიან მაგარი თამაში გვექნება. აქამდე უკვე პატიოსნებმაც მოიგეს, მაფიოზებმაც, იაკუძამაც. დღეს რა მოხდება? თქვენზეა დამოკიდებული და ძალიან საინტერესო თამაში რო იქნება, უკვე ვიცი, იმიტომ რომ ბევრ გამოცდილ მოთამაშეს ვხედავ და ძალიან მიხარია მე ზოგადად ამ პროექტში რომ მოდიხართ ხოლმე სტუმრად. ფინალში ამ ეპიზოდიდან ხალხი აარჩევს თავის რჩეულს და ფინალში საპრიზო გვაქვს 20,000 ლარი. მადლობა Betson Sports, ჩვენი გენერალური სპონსორია. ასევე ბენედიქტინერს ძალიან დიდი მადლობა. შეგიძლიათ მიირთვათ გერმანული იმპორტირებული ლუდი. მადლობა დიდი ასევე Starbucks, რომელიც ჩვენი სპონსორია. ამერიკული ნომერ პირველი წივი ყავა. ფინალში მეგობრებო, Celsius ეყოლება თავისი რჩეული და ყველა MVP-ს დაჩუქრებს გადასცემს.
ჯამში 8000 ლარის პრიზებია. მაფია პრომოკოდი შეგიძლიათ გამოიყენოთ და მიიღებთ ფასდაკლებას. ჩვენი სპონსორია ასევე ქართული ნატურალური ჩიპსი ლუდისა, რომელიც ასეთი ტალღოვანი, ძალიან გემრიელი და ჩემი საყვარელი ჩიპსი გახდა. მადლობა მას. როდესაც გავარდებით იქ შეგიძლიათ რომ გული გადააყოლოთ და მახარ მე ვიცი რომ კატანები გევასება ფინალში თუ გახვალ თავის რჩეულს კატანების კომპანია ალესილი გადასცემს სპეციალურად დამზადებულ განსაკუთრებულ ნამდვილ საბრძოლო ხელნაკეთ კატანას. მადლობა კატანებს. ბატონოჯი. რაღაც მინდა რომ თქვა, მაგ კომპანიას მინდა მიმართო რომ ჩემი ოცნება არ მქონდეს კატანა და თუ შეიძლება რომ ფინალის გარეშე რომ გადმომცენ თუ შეუძლიათ რა თქმა უნდა რომ მე ვიქნები აქანა და რომ გადმომცენ კატანა და შენ ნუ ხარ სატანა. TikTok-ზე ედიტები გააკეთეთ მაფიის ღამე 13 და ასევე მაფია კონტენტ. დავიძინოთ თუ შეიძლება ყველამ იღვიძებს ხოლოდ პირველი ნომერი და გაიცნობა თავის როლს. იღვიძებს მეორე და გაიცნობა თავის როლს. კარტები შეგიძლიათ ქართშოპჩიზე შეიძინოთ. იღვიძებს მესამე. იღვიძებს მეოთხე. და ვისაც ასეთი გიჟი თამაშები გსურთ, შეგიძლიათ მოგწადეთ მირიანების 31-ში და ითამაშოთ იაკუძას თამაში. ვებში დავებით. იღვიძებს მეხუთე. ჩუმად ვიყოთ ხამე. იღვიძებს მეექვსე და გაიცნობა თავის როლს. იღვიძებს მეშვიდე და სვავს ბენედიქტინერს. ვებშვიდობებით იღვიძებს მერვე გაეცნობა თავის როლს. იღვიძებს მეცხრე იღვიძებს მეათე იღვიძებს მეთერთმეტე იღვიძებს მე-12 და ნახავს რა როლი დაუტოვა ქალაქმა. ვებშვიდობები ყველას, ხელები ავიღოთ მაგიდიდან, ნიღბები კარგად გავიკეთოთ, თავი დავხაროთ დაბლა და იღვიძებს მაფია. დონმა დაიქნიოს ხელი, დონი ირჩევს მარჯვენა ხელს. ვებშვიდობები მაფიას, იღვიძებს დონი და დონი გადახედავს ქალაქს. ვებშვიდობები, იღვიძებს მხოლოდ მარჯვენა ხელი. ვებშვიდობები, იღვიძებს შოგუნი და უერთდება იაკუძა. ვებშვიდობები, იღვიძებს მხოლოდ დეტექტივი. ვებშვიდობები, იღვიძებს ექიმი. გულები გაგვისპამეთ და 2000 ლაიქზე გავათენებ. გათენდა.
პირველი ნომერი გახსნის წრეს. თქვენ გაქვთ 1 წუთი. მოგესალმებით მეგობრებო, კიდევ ერთხელ. მიხარია, რომ თამაშობთ და იწყე უკვე. მოვიხსნი და ბერონიშოვანავის ვაკეთებ. და შეიძლება მიდი თქო. 200 ფოლი. ოკეი, ხო. ძალიან მინდოდა პირველ ნომერად რომ დამჯდარიყავი. და מחარ მაცადე ძალიან გთხოვ, იმიტომ რომ როგორც ერთხელ უკვე ვთქვი, ძალიან მიყვარს პირველობა. და თან ახლა ეპიცენტრში ვიქნები და დარწმუნებული ვარ, რომ ნახევარი მაგიდა ჩემზე ილაპარაკებთ მინიმუმ, რა ვიცი, 12 წუთი. ხო. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ძალიან ვემზადებოდი, ძალიან ვემზადებოდი მართლა, იმიტომ რომ 2 დღის წინ ვიყავი ფართიზე, სადაც ვიმღერე ვიცეკვე და ხმა ჩამიწლა და ეხაც რაღაცა უცნაური ხმა მაქვს. ხო და ხალხო, მე რაღაცეები და ხმათო სიმღერა. ხო და იმდენი სწავლები ვშვი მართლა, რომ დღეს მოვსულიყავი აქ და რაღაცეები მელაპარაკა, რომ რა ვიცი, ვერ აგიხსენებთ რა. პატიოსნებს ვუსურვებ ძალიან დიდ წარმატებებს, აუცილებლად მოვიგებთ. პას. ორ ნომერს უსმენთ? მე არ მომსწრაფ ახმის ტემბრი ბადებში. სისტემში შევიტანდი ეჭვს პირველ რიგში, შენ რა თქმა უნდა შეიტანდი. პატიოსნებს უსურვებ წარმატებებს ძალიან არ მომწონს ხოლმე ეს ფრაზა რა. თითქოს გონება დარწმუნებულია, რომ ან მას თუ ცოტა თუ კიდე მოგცემ გაერთ. რაც შეეხება სხვა ვერაფერს ვერ ვაპარაკებ, მე არ ვიცი დღესდღეა ხოძე ვარ ძალიან ჯვარი გეწეროთ ფოლები დაუწერე ან დავიმატე დრო რომ რაღაცა ყველა თანაბრად ვიყოთ. ან მიმატებ დროს თუ არა გელოდები. всё. მე ძალიან ხოძე ვარ დღეს, იმიტომ რომ ჯვარი გეწეროთ თქო მაფიოზებს. მე ვინა ვარ? მე ვარ, აბა თუ მიხვდები. what the god? ხო და რამდენი? არ ვიცი, მანუ მგონია ცუდად გაიხსნა თავიდანვე რომ ყველაფერი დაწყო, ვითომ წამლები დალია, ბევრი სხვა დეტალია, რომელიც შეიძლება რომ აქ განვიხილოს. არა, მე და ფოლებს რატო არ, ანუ მე დაბალი ღობებ ნახე? მართლა მაინტერესებს. ანუ კომენტარებში დაწერეთ ვინ არის ჯიტუძი. ანუ მეტი არაფერი. მადლობა დასრულდა თქვენ დროს სამიანი. საერთოდ ადამიანმა თამაში როცა არ იცის, მაგალითად ვცდილობს რომ ანალიზში არ შევიდეს და ილაპარაკოს რაღაც ისულელები. მე შენი რა რომ ეწონა, ახლა გეტყვი რა, თამაშს რომ მივყვეთ, მაინც თუ არ ავწდეთ. აი, სათქმელი არაფერი არ ქონდა პირველ ნომერზე მაგალითად რა. ბოლოს 5 წამში გითხარი შენი ეს და მე რომ რაღაცა ეს თქვენი მაგაზე აი ეგ არის მაფიოზის ხოდი რა. აი ხო იცი, სათქმელი რა გაკეთა, აი ვიღაცა რო გაიფაჩუნებს და რა, აი სათქმელი არ ქონდა არაფერი. შენ რო კაი კაცი იყო ეხა. ან იაპონია არ იყო, ან მაფია არ იყო, ეგრე არ ელაპარაკებდი. ჩემი მაპატია რომ მესამე გადაცემა ესე გაგშიფრე თავიდან. ფოლები რო დაუწეროთ ძალიან გთხოვთ. ეს რაც შეეხება ამას. პირველ ნომერს გამოსვლა გახსნა, მე მგონი რომ პოზიტიური იყო და კარგი იყო. დადებითი მხოლოდ და მხოლოდ შემიძლია ვისაუბრო. რაც შეეხება ჩემ როლს, მოქალაქის კარტი მაქვს ყველაზე მეტად მომწონს ეს კარტი, იმიტომ რომ შოუს ხება უნდა დადგან და მე უნდა დავაკვირდე, ასე რომ ვეცდები რომ მოქალაქეებმა მოვიგოთ რა ყველაფერს გავაკეთოთ. მახარა მეშალა. 4 ნომერს უსმენთ? მოგესალმებით მეგობრებო, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის, რასაც უყურებ ყველაზე გამოუცდელი აქ მე ვარ და არ დაგიმოვთ და ძალიან ნერვიულობ. მაგრამ არ დავიწყე მას საუბარს, ჯერო პატიოსანი მოქალაქე ვარ და ამ შემდეგ მაქსიმალურად ვეცდები რომ ჩემი არგუმენტებით დაგანახოთ ჩემი კარტის ფერი. ამ სამში რაც შეეხება პირველის გახსნა ნორმალური იყო პირველი ნომრის კვალობაზე. მეორე ნომრი მეც მომეჭვა და ამ სამიდან ყველაზე მომწონა კალამტორა კალაშემტევი თამაში ყოველთვის მომწონს ხოლმე. წარმატებებს გესურვებ და იმედია რომ საინტერესო და კარგი ხელი იქნება. ასე. 5 ნომერს უსმენთ? მოგესალმებით წითელი კარტი ამ მაგიდაზე. პირველი 2-3-ში რაღაც საინტერესო ხდება. კაი, სერიოზულად. პირველ ნომერი რა თქმა უნდა ნეიტრალური არის, პოზიტიური განწყობა შექმნა მაგიდაზე, მაგრამ ამითი ფერი ვერ მომცა. შემდეგ წრეზე აი რო გათენდება და შეაჯამეთ მაგიდას, მე მივხვდები თქვენ ფერს. ორი ნომერი არ მომწონს რა, მაგრამ მასთან ერთად სამიც არ მომწონს. ანუ 2-3-ში მგონია რომ დაპირისპირებული გუნდები არიან, მაგრამ ვინ რომელი ხართ არ ვიცი, შეიძლება 3 იყოს პატიოსანი, მაგრამ 2 აი უჭველი შავი მყავს რა, იმდენ ძალიან ხელოვნურად შეუტია ერთ ნომერს. რაღაცები მოიგონა, არგუმენტები ვერ გავიგე, მაგრამ არც რაზოს არ გვესმის ხოლმე, მაგრამ ხა განსაკუთრებით ვერ მოვისმინეთ და 3 ნომერი შედარებით წითელი მყავს, მაგრამ მაინც ბოლომდე წითელი არ მყავს, ხარ ან ბევრ შავს ვეძებ, როგორც ყოველთვის 5 შავი მყავს საპოვნელი. 4 ნომერი თქვენ ნერვიულობთ, მაგრამ ეს არ ვიცი, თამაშის გამო ნერვიულობაა თუ შავი კარტის გამო ნერვიულობა რა. ჯერ ნეიტრალურად დაგტოვებთ, მე დააგვერდებით. მე წითელი კარტი ვარ. 6 ნომერს უსმენთ?
მახარაზე რაღაც ზონაშეტევა წავიდა ხო ყველასგან და მე მგონია რომ რომელი გახსნა მოგეწონათ მახარასი წინა თამაშებში ან ყოველთვის სისულელებს ლაპარაკობს და ყოველთვის ესე თავის თავზე მიაქვს ეჭვები ხო კალამ ძალიან სწორად ილაპარაკა, ვერაფერზე ვერ მოედავები, რაღაც ძალიან გაიწითლა თავი. მანუც არ ქონდა არაფერი სალაპარაკო და ვერაფერს ვერ მიიღებ, მოკლედ პირველი წრიდან რთული არის რაღაცის მიღება, ეს ნერვიულობაც ბუნებრივი არის. დაკვირვების ეტაპზე ვარ, მოკლედ და გავაგზავნებ თუ გადავრჩი. 7 ნომერს უსმენთ? პირველ რიგში ვიტყვი კაი მუდია, აღვნიშნავ ამას. და რაც შეეხება მახარასგან ვერაფერი ვერ გავიგე. მაგრამ არც დავეტაკები მახარას ეგრე პირდაპირ. მანუზე არ ვიცი, იმიტომ რომ პირველი გახსნა ისეთია ხოლმე, რომ ანუ ვერ მიხვდები რა შეიძლება იყოს. კალა ცოტა ჩემთვის უფრო სანდო იყო და ამიტომაც ჩემთვის უფრო წითელია. 4 ნომერს ვფიქრობ, ანუ ეგრე არ ნერვიულობდა, ჩემი აზრით უფრო ინერვიულებდა, რომ ყოფილიყო შავი კარტი, ამიტომაც ჩემთვის უფრო მეწითლება. და მე-5 და მე-6 ძალიან კარგი ლოგიკურად კარგი დადეს, უბრალოდ ესე მაინც არ ვიცი, თქვენი თამაშები დიდად არ ვიცი და ამიტომაც ვერ ვიტყვი, გამოცდილი ხალხი ხართ მაინც და მაგ შემთხვევაში ბლეფაუთ თუ არა, ვერ ვიტყვი. ამიტომაც ჩემთვის 3 და 4 არის წითელი და მეც წითელი კარტი ვარ და ესეთია ჩემი სიტყვა. მადლობა. 8 ნომერს უსმენთ? პირველი ნომერი მე მომეწონა, უფრო მომეწონა ვიდრე არ მომეწონა, საკმაოდ პოზიტიურად გახსნა. მახარა არ ვიცი რა. მახარა არ მომეწონა, თუმცა მე არც ის არ მომეწონა, რომ მართლა ძალიან ბევრმა შეუტია და მაგაში აჩის დავეთანხმები. თუმცა ხო, მახარას გუნდში ნახდად ვერ ავიყვან, იმიტომ რომ ვერ გეგულობ ვერასდროს რაფერია, ყოველთვის გადაობს და არასერიოზულად ვდგება თამაშს. 3 ნომერი მე მომწონს, ავიყვან გუნდში ამ წრეზე. 4 ნომერზეც იგივეს ვიტყვი. საკმაოდ დადებითად ისაუბრა, სწორად გაანალიზა სიტუაცია და რაღაცები შეაჯამა. ლენკას რაც შეეხება, ლენკა საუბარი მომეწონა, მაგრამ ლენკა ისეთი მოთამაშეა, რომ მაფიოზის როლიდანაც შეუძლია მსგავსი ანალიზები გააკეთოს. ამიტომ ჯერჯერობით ვერ ვენდობი. აჩი ძალიან კარგი საუბარი ქონდა. მოდი აჩისას ავიყვან გუნდში. ჩემი გუნდი ამ წრეზე იქნება 3-6. შენს ჯერ დაგაკვირდები. მადლობა. 9 ნომერს უსმენთ? სალამი, ესე იგი დავიწყო. პირველი ნომერი და არაფერს არ ვიტყვი. მომეწონა, უფრო მომეწონა, ვიდრე არ მომეწონა რა, მაგრამ ნეიტრალურად დაგტოვე ხა, იმიტომ რომ პირველი ხარ. მეორე ნომერი ანუ ვერ მომეწონებოდა, იმიტომ რომ კალამ სწორად აღნიშნა, რომ რაღაც ისეთებზე ანუ არ იცის რა გილაპარაკოს და რაღაც როგორც კი რაღაცა სალაპარაკო უჩნდება, პირდაპირ ლაპარაკს იწყებს, მაგრამ მაგაზე ხა მაგას ხონდა რომ შეურაცხყოფა არ მიაყენო. ვის რა ქონდა შეხო არა და ბიჭო. კალა ერთი წუთი გეხვეწები რა. კალა ასე თუ ისე მომეწონე კარს მოკლედ მომწონ ხარ. 4-ხანი მომეწონა, ნერვიულობ თქვა, მეგონა რომ მაგის მერე სიტყვა ვეღარ ილაპარაკებდა, მაგრამ ყველაფერი კარგად თქვა რაც უნდა ეთქვა. ლენკა მომეწონა ერთი რაღაც რაც არ მომწონს ის არის რაღაც კომუნიკაცია აქვს ძალიან დარწმუნებით. რომ ეს რა იცი ვინ არის საერთოდ თუ შეთქო. კაი, აჩი იმიტომ რომ მეწონა რომ მაგალითად მახარაზე და ახლა დაიცვა, იმიტომ რომ ყველას ეგრე არ შეუტევია რომ რამე ოფიციალურად და ზოგი ეხუმრებოდა და შენ დაიცავი და არ იყო დასაცავი, შენ არ მომეწონა, იმიტომ რომ თითქოს აი რენდომზე ამ ლაპარაკობდი რა, რაღაცა ამბობდი ერთი ნომერი, გააგორე კამთელი იაგანი, მაშინ წითელი ხარ, ან გაახლოვებით ეგრე საუბრობდი და თითქოს არ ქონდა ჩამოყალიბების გონებაში უნდა გეთქვა. და სოსოსაც შეეხება, სოსო რა ვიცი, წითელი გონია უფრო ვიდრე რამე სხვა ფერი. ეს არის 10 ნომერი? თითქოს ყველაფერში დავამთხე 9 ნომერს, ისედაც მომეწონე. კალა ისედაც მომეწონე როგორც ლაპარაკი, მაგრამ ერთადერთი რაც შეში არ მომეწონა, სულ 9 ნომერს უყურებდი, როცა ლაპარაკობდი და ორიან საშავებდი, 9 ნომერს უყურებდი და ელაპარაკებოდი და მე ვერ მივხვდი ეს რა. ხო, იგივე კი ბატონო. მაგრამ ისე დაალაგდა რომ ყველა პატიოსანი დაგიძახა. 2 ნომერი მე მომეჩვენა რომ შენ იაკუძად დანებდი, იმიტომ რომ შენ ანახე რომ მე იაკუძა ვარო და ეხა მე ვინ ვარო არ დაგიჯერო. შენ ხარ მართალი კაცი და მე შენი მჯერა. ერთი ნომერი ზედმეტად ემოციურია რა. შენ არ გახასიათებს ეგეთი ემოციურობა. ანუ ნახე შენ გინდოდა ერთიაზე ჯდარიყავი, რაღაცა კარგად გაგეხსნა, მაგრამ ნუ რაღაცა რენდომებზე ილაპარაკე და ეს მე არ მომეწონა. 4 ნომერი გონია რომ როლშია, ანუ ზედმეტად ნერვიულობს. შეიძლება პატიოსანი ხარ და ნერვიულობ, შეიძლება როლში ხარ. მე უფრო მგონია რომ როლში ხარ. 5-იანი პატიოსანი მგონია, 6-7 არ მომეწონა. 8-ზე რა ვიბროსტა რა 8-ზე ხავს ვეჭიდები რომ მინდა რომ პატიოსანი იყოს და 9 მომეწონა მეც პატიოსანი. მადლობა. 11-ს უსმენთ? გამარჯობათ მეგობრებო. მე პირველი მომეწონა, მაგრამ თად ისიც არ არის რომ გუნდში ავიყვანო, თუმცა საშუალოზე უფრო პოზიტიურად.
მადლობა. მახარა მეც მომეჩვენა რომ მახარა გაიხსნა იაკუძაც თავით, მაგრამ ეს ეხა ხო არ გაიხსნებოდა მართლა რომ იყოს. შეიძლება ბრუსლია. ანუ ვიღაცა ეგეთი არ ვიცი. კალა მოქალაქედ გაიხსნა. ეგეც უცნაური იყო. მოდი კალას დაუძახოთ პატიოსანი ამ წრეზე. 4-საც პოზიტიურად შევაფასებდი შედარებით, უფრო ნეიტრალურთან ახლოს. 5 არ მომეწონა. ცოტა მეეჭვია რაღაცეები. 6 ნეიტრალურად, 7 არ მომეწონა ბოდიში. ისე რეალურად არ მევასები, მაგრამ ცოტა მეეჭვა. სოსო მომეწონა. სოსო მგონია რომ გულსფელი იყო და ბასტონს. ანანოზე ვერ ვიტყვი ჯერჯერობით. ეგ უფრო პოზიტიური იყო. მოდი გუნცა ვიყან, რო არ დამოვიწყდეს 3 6 8 9. მადლობა. 12-ს უსმენთ? ჰიტას შეფასება მთლად ბოლომდე ვერ დამაკმაყოფილა. მე პატიოსანი მოქალაქე ვარ. ცოტა უფრო მეტ რაღაცებს ველოდებოდი. ნახე ორიანზე მე მაქვს უზად იგივე შეფასება რაც 6-იანს. 6-იანი გულწრფელი მომეჩვენა და ის კი არა რომ თავისი გუნდელი დაიცვა რომ ყველამ შეუტი. მართლა ეგრე მოხდა რა და ორიანს დავაკვირდები მე ძალიან ეგეთი შავი უბრალოდ არაშია შენ თუ პატიოსანი მოქალაქე ხარ ეგ აღარ თქვა რომ მე იაკუძა ვარ რაღაცები არ გვანიშნო იმიტომ რომ თუ პატიოსანი ხარ გვაბნევ თუ არა და მაშინ გაგიშვებთ იმიტომ რომ იგივეს თუ გააგრძელებ აუცილებლად გახვალ. ერთიანი მგონია რომ ცოტა უფრო ზედმეტად ემოციური იყო. და არა უფრო აი ბუნებრივად ემოციური არ მომეწონა შეიძლება ვწდები რა. 3-იანი მომეწონა, 3-იანი ყველას მოეწონა, ასევე მომეწონა 8 და 9-ის ლოგიკები. 10-იანით სწორად აფასებდა აი ემოციურობა მაკლია რომ უფრო მეტად რა 10-იანი უფრო მომწონს. არ მომეწონა 5-იანში რა, შენ 2-იანს უეჭველი შავი და უძახე და ეგ კომენტარი რომ უეჭველს ნულოვან წრეზე ტიპს ეძახი, ეგ არ მომწონს რა. როცა რატო ხო არის თეორიული შანსი რომ 2-იანი წითელი არის და იღადავა მით უმეტეს მახარა და არ მომეწონა შენში რომ უეჭველი შავი დაუძახე. 6-იანი ნეიტრალურად, 7-იანი არ მომეწონა. ჩემი გუნდი იქნება 3, 8, 9 და 10 დასრულდა. დავიძინოთ მეგობრებო, ხელები ავიღოთ მაგიდიდან, გაითვალისწინეთ რომ ამის მერე ფოლებს აღარ გაპატიებთ. შუმან ხაბე არ ვლაპარაკობთ, თავი დავწიოთ დაბლა ყველა. ორმანომერმაც ცოტა თავი კარგი ხარ. იღვიძებს მაფია. მაფია სახავს სტრატეგიებს 10 წამი აქვს ვებშიტობები იღვიძებს დრონი და ეძებს დეტექტივს მიიღო პასუხი იღვიძებს მარჯვენა ხელი და ეძებს იაკუძას. ვებშიტობები იღვიძებს შოგუნი და უერთდება იაკუძა დასახავეს სტრატეგიებს ვებშიტობები იაკუძას და შოგუნს იღვიძებს დეტექტივი მიიღო პასუხი ექიმი არ იღვიძებს და თენდება გათენდა წრეს გახსნის ნომერი 2 ბიჭო სტარო ბრაცი ისე მე ვარ გიორგი არაფერი არ შეცვლა ბიჭო ყოველთვის ვიწყებ ეგრე აი რაღაცის გიჟობ ხოლმე და რომ ვაკვირდები მე თქვენ ამ სიგიჟებს სერიოზულად უსმენთ რა და სერიოზულად აფასებთ ამაზე მე ძალიან მეცნიება ხოლმე იმის გამო რომ ანუ მართლა ვერ ვიგებ აღარ ვიხუმრო თუ რა გავაკეთო ანუ გავიკიდო всё ჩემი აჩქო მგონია მართლა გულწრფელად აი როგორი წითელი იცი აი მაიმუნი მართლა კალა არ ვიცი
მართლა იმიტომ რომ მიტევს ხოლმე და მაგის გამო არ ხოლმე პროსტა ბოხმა არის. მანუზე კიდე ის მაგ ჩარჩენილი რომ რაღაცა ის თქვა, ბასტო ყოველთვის როგორც ყოველთვის მინიმუმ ძალიან მე რომ ეცითლებოდეს ამაზრდენია და უბრალოდ ამ თამაში მოსაყვანიც არ არის. 7 ნომერი, აი რაღაცნაირად ცოტა ის არის, 4 ნომერს არ მომეწონა, იმიტომ რომ დაბნეულად ლაპარაკობ. 4 ნომერის დაბნეულობა მგონია რომ არის დამოკიდებული თამაშის ახალ თამაშზე და მამარდეს და რა ვინდა რომ პოდკასტში მოვიწიოთ და ამ ადამიანს ნუ გადავულეთ ძალიან გთხოვთ ეს შეიძლება ერთი პლუსი საქმე შეიძლება დიდი ბოდიშით 3 წამი ლაშა გელაშვილი არის მართალი მადლობა 3 ნომერს უსმენთ ბიჭო ნახე წუთი გავიდა არავინ არ დაასახელე არავის არ შეუტიე თავის მართლებით დაიწყე და შესაბამისად წინა გადაცემებში რაც ყოფილიყო და გვითამაშია ზუსტად იგივე საკეთებ და შავი იყავი მაშინ ხო და რავი არ მომწონ ხარ მარტივად გეტყვი უბრალოდ ძალიან მარტივია შენზე შეტევა ეხა უეჭველი წითელიას არ ამბობს ასევე წითელი რომ ეს უეჭველი წითელი მოვნია ეგეც არ არის სწორი თქმა კაი მოდი მახარას დაასახელებენ მეჭო მე ანოს დავასახელებ 10 ნომერს რა არ მომეწონა ბოლოს შენ ყველაფერი მომეწონა ძალიან მაგრამ 4 ნომერზე როლშია თქმა ანუ ნახე როლში რატო ამბობთ მაგას? ანუ დეტექტივია იქნება და ჰინტს აძლევ. ანუ ხო შეიძლება შავებს აძლევ. ხო შეიძლება შენიან, ხო შეიძლება დონი არ ხარ, ხო შეიძლება დონი არ ხარ და შენიან დონს აძლევ და ჰინტს რო ეს გადაამოწმე. ღამე არ მაქვს მაგისთვის? გავიგე, მაგრამ ანუ რატო ამბობ დღე? ღამე თუ გაქვს. ანუ მე არ მომეწონა ეგ რა, შენი ეგ. დაგასახელებ მაინც 4 ნომერი მე არ პოზიტიური მეჩვენა მაინც ვიუხედავთ მაგას სულ როლში იყოს მე არ ვიტყოდი მაგალითად მაგას ეხა შეიძლება არასწორად ვაფასებ და ერთი ხილი რო არ არის ღამე დასურდა თქვენი დრო გაითვალისწინეთ რომ ამის მერე დავწერ ფონებს 4 ნომერს უსმენთ მოკლედ მეორე ნომერი რაღაც მხრივ არც მე არ მომწონს მაგრამ რეალურად პირველ წრეზე მეორე ნომრის გაშავა და მესამე ნომრის გაწითლება ძალიან არ მომეწონა ამდენი ადამიანი რომ გადაამღერა ყველაზე გულწრფელი ჩემი აზრით მე-6 ნომერი იყო თავის ფიჩში მე-7 ნომერი არ ვერ ფიქრობ რატო აშავით, იმიტომ რომ მე ის თერაპია არ დამიჭერია. მე-9 ნომერი მომეწონა, შენზე არ მაქვს ერთ დადებით და არც უარყოფითი აზრი. მე-5 ნომერს და მე-10 ნომერს თამაში ვერ ვხვდები და არ მომწონს დიდად და მე ახლა ლინკას დავასახელებ უბრალოდ ისაუბროთ ორივემ და გადავწყვეტ რა ხდება. მე-11 ნომერი მომეწონა და მე-12 ნომერიც ძალიან მომეწონა, მაგრამ ჯერჯერობით გუნდში არავის არ აგიყვან საერთოდ პას. მიღებულია 5 ნომრის კანდიდატურა. 5 ნომერს უსმენთ? თქვენ რა არ მოგწონთ ჩემე და 10 ნომერის კომუნიკაცია, ჟესტიკულაცია არ მოგწონთ 4 ნომერო? იმიტომ რომ თამაშის ნაწილია ეგ რა, ანუ მე პატიოსანი მგონი ხართ ეხლა უფრო გამეწითლით, მაგრამ უბრალოდ ანუ მაგაზე სავიღებ ბოდიში. კაი, ერთად ერთმა კარგინოთ რომ 3 ნომერი ნახე ჰინტს აძლევ დონს რო გადაამოწმოს, ანუ ეგ ძალიან არ მომეწონა ეგ ჩაჭერა რა 10 ნომერზე, იმიტომ რომ მე ჩემთვის პატიოსანი იყო ნულოვან წრეზე 10 ნომერი და ეხლა არ ვიცი მოусმენ რა, მაგრამ ეგ ჩაჭერა არ მომეწონა. 2 ნომერი თქვენ არ უნდა იხუმროთ, იმიტომ რომ ანუ ვერ ხვდებით მაშინ თქვენ ფეროს რა, ეხლა შავი ვასახელებ 2 ნომერს ვასახელებ 11 ნომერს. 11 ნომერის შეფასება არ მომეწონა ნულოვან წრეზე, მაგრამ ველაპარაკეთ, ვერაფერ ვერ გავიგე რა, მე თქვენ ვერ დავინახე. 12 ნომერი შემტევი იყო და მომეწონა იმის მიხედვით, რომ ჩემს თქვა რომ ის არ მომეწონაო რა, ანუ მართალია, ანუ გეთანხმები რომ უოჭველი შავი ვიღაცაზე არ უნდა თქვა, მაგრამ 2 ნომერის წითლით რანაირად უნდა ითამაშო ამ მაგიდაზე. პას მადლობა 6 ნომერს უსმენთ მოსწრებაზე არ ვიქნები მე ნელა ვილაპარაკებ მაგრამ ამ ხელა კონტრაქტი რაც მე-4 ნომრის პირველ სიტყვას და მეორე სიტყვას შორის იყო რისი ბრალი შეიძლება იყოს რა ალბათ უფრო ანუ დაბნელობას აწერ და ყველას რო რაღაც ისე იყავი და ალბათ წითელი უფრო ხარ ჩემი აზრით რა მახარაზე მინდა ერთი-ორი სიტყვის თქმა იმიტომ რომ ბიჭო ძალიან მე სიმპათიურები მახარ მაგრამ რაღაც მარტივად ამიყვანე გუნდში ძალიან რა და ხო და ეგ არ ვიცი რაღაც მე გაჭირვებლები მიდგანა შეიძლება გულწრფელობა იყო ეგ ძალიან მაგრამ მეორე მხრივ შეიძლება რაღაცა გინდა რომ შენ გუნდში ვიყო არ ვიცი რა კალა ძალიან მეწითლება არ ვიცი ესეთი კარგი მსახიობიც არ არის რომ ესე გაწითლდეს უეჭოლს მაინც არ ვიტყვი აქეთ ხარეს ბასტო მოსწრებაზე იყო პირველი უეწრეზე რომ ყველაზე კომენტარი თქვა რა არავინ არ გამოუტოვებია ეგ არ მახსოვს როგორ თამაშობ ხოლმე და არ ვიცი ხო ვეღარ მოვასწრებ დასრულდა 7 ნომერს უსმენთ აი მოკლედ מחარ არ მიწყინო მაგრამ მართლა გონია რატომღაც რომ ხარ შავი იმიტომ რომ წინა თამაშებშიც რაც იყო ყველა თამაში დანებდი რა და მარტივად რაღაც სწრაფად ნებდები ახლა მოქალაქე რო იყო რაღაც შემეზი ცოტა რაღაცა გაატრაკებდი სხვანაირად. რაც შეეხება 3-იანს უფრო მეწითლება, მაგრამ მაინც არ ვიცი, 4-იანიც მეწითლება.
ლენკაზე ისე ვერ ვიტყვი ვერაფერს, ვერ ვამბობ. 6-იანიც ასეთ ისე მეწითლება უფრო და აქეთ ამ ხარეს მართლა არ ვიცი, ანუ ცოტა ვერ მივხვდი დაბნეული ვარ რომელი ავიყვანო ჩემ გუნდში, მაგრამ 12 ნომერი რაღაცა ლაშა ძალიან აკვირდება ჩემთვის, რასაც უყურებ, უფრო წყნარათა ვიდრე რაიმე, ასე ვთქვათ, როლი რო აქვს და ამიტომაც ჩემთვის რაღაც ლაშა ყველაზე წითელია თუ ვიღაც შეიძლება ავიყვანო. ბადლო 8 ნომერს უსმენთ? მე ხა ამ წრეზე ძალიან მომეწონა 4 ნომერი, აი პირველ სპიჩსა და მეორე სპიჩს შორის ძალიან დიდი განსხვავება იყო. ძალიან დაალაგებულად საუბრა, შეფასებებიც კარგი იყო, ამიტომ გამიწითლდა ამ წრეზე და გუნდში ავიყვან. 3 ნომერი მომწონს და ასევე ამ წრეზე ჩემ გუნდში დარჩება. მე ვინ არ მომეწონა ეხა ამ წრეზე. გიგის აი არ ვიცი, მინდა რომ მომწონდეს, მაგრამ ცოტა დაბნეულობა ეთყობა და მაგიტო შემაქვს ეჭვი გიგიში. 9 ნომერიც დიდად არ მომეწონა წინა წრეზე და ამიტომ ეხა დავასახელებ 9 ნომერს. მიიღეთ 9 ნომრის კანდიდატურა შემოგევლე და ლაშა მომეწონა ძალიან და მომწონს, იმიტომ რომ ყველას ლაპარაკს უსმენს რა, მე რასაც ვაკვირდები და იმედი მაქვს, რომ წითელი კარტია და ერთ გუნდში ვიქნებით. 9 ნომერს უსმენთ? გამეცნოს სუპირეკით ასახელებს ხოლმე ჩემს. ესე იგი, აჩიზე ვიტყვით რაღაცას რა არ მომეწონა აჩიში. მომეწონა ის, რომ თქვი რომ მაგალითად ისეთი რაღაცა ისე დაალაგებულად ისაუბრა, რომ თითქოს რაღაცა იცოდა, ოკეი, ლოგიკური რაღაცა, მაგრამ არალოგიკურია ის, რომ წინა სპიჩიც, კარგი სპიჩი ქონდა და მე შევაფასებ, მე კარგი ნერვიულობ თქვა სიტყვები და მე მიაყოლა და კარგად ისაუბრა და ეხაც იგივე გააკეთა რა და ეს კონტრასტი შენაც დაიჭირე, ვერ უნდა დაგეჭირე, არასებული კონტრასტი დაიჭირე, რომ რამე. ეგრე ვფიქრობ, დავასახელებ ერთ ნომერს. ერთ ნომერი უნდა დავასახელო პირველ რიგში, იმიტომ რომ არავინ ანუ დასასახელებ აგ ადამიანები საუბრობენ რაღაცას. ლენკა ის კი არ მოსწონდა იმ ადამიანს, რომ შენ იყენებდი ჟესტიკულაციას, უბრალოდ რომ გადაწყვიტეთ, რომ თქვენ ერთ გუნდში ხართ თუ რაღაც, აი სუექს მაქს საუბარზე გითხრა, ალბათ მართალი ვარ თუ ტყვანი. მე ერთიან დავასახელე, ხო და ეგ მეც არ მომწონს რა, ეგ მეც აღნიშნე რა. შენ იმიტომ გასახელებ ჯერ ამას ვიტყვი, რომ პირველი ნომერი ხარ და არავინ არ დაგასახელებს და შეიძლება რაღაცა ისეთ მოხდეს, რომ გაძვრე და გასახელე. და თქვენი დრო 10-იანი? იცი რა არის? ძირითადად ლაშა არ მოსწონთ ხოლმე და ეხა ყველა გაპატიოსნებს რა. და ნახე, შენ აიყვანე 11-ის გუნდი 11-ის გარეშე. წესით 11 შავი უნდა იყოს შენთვის რა. ვაყენებ 11 ნომრის კანდიდატურას. 1 ნომრის კანდიდატურას, 4 ნომრის კანდიდატურას თვითონ მთხოვა. ისე დაალაგდა, რომ მანუ რატო ხარ გაოცებული, თქვენ აღარ ხართ ამ მაგიდიდან გამომდინარე. პატიოსანი, ეგეთი პატიოსანი, იმიტომ რომ ნახე 3 პატიოსანია, 5 მე პატიოსნები, 4 პატიოსას ეძახიან, 6-2 გუნდში არ არიან, იმიტომ რომ ნუ არ არსებობს რა უაზრო კომუნიკაცია. და მე ვფიქრობ, რომ თუ ეხა ვინმე უნდა გავიდეს და შავად არავინ არ არის გადამოწმებული, მაშინ 2-იანი უნდა გავიდეს, იმიტომ რომ თვითონ არა აქვს ამაზე პრობლემა, ხვდებით? ვაყენებ 2 ნომრის კანდიდატურას. დასახელებული არის 2 ნომერი. ჩემი თუ არ არის დაასახელეთ თქვენ. თუ შავი გადამოწმება მაგიდაზე არ დევს, 2 ნომერი უნდა გავიდეს, იმიტომ რომ არ აინტერესებს ამ ადამიანს მაგიდაზე ყოფნა და რა პრობლემაა. ხო არ გეწყინებათ? მე არ მგონია რომ გეწყინოთ. დასრულეთ თქვენი დრო, 11 ნომერს უსმენთ? მეც მომეწონა ლაშა წინა წრეზე, იმიტომ რომ ჩემი გუნდი აიყვანა მართლაც და მე არ ამიყვანა და ვფიქრობ რომ შავი კარტი რო კონდის და იცოდინებოდა რომ მე მოქალაქე ვარ და მეც ამიყვანა და ბოლო-ბოლო გულის მოგების კუთხით ესე მგონია. ლენკამ ძალიან უცნაურად დამასახელა მე და თან არ მომეწონა, არაფერი არ მეთქოს, მოუწონა არის 3, 8 და 9 ვიყვანე გუნდში. და თან 10-იანი დაიცავი. ანუ როგორ შეიძლება პირველ წრეზე მოქალაქე იყო და დაიცვა ვინმე, ანუ ეგ ვერ წარმომიდგენია. და თქვენ და 5-იანმა და 10-მა შემომიტია თან და თან ბასტოცი ძახის რომ ერთმანეთს რაღაცებს ანიშნავენ და ეს ძალიან უცნაურია მეგობრებო. თან როცა 4-იანს ელაპარაკებოდი მის პირად სიუჟეტში შეიჯერი და ესე მგონია ეს რაღაც манипуляციის ერთ-ერთი ხერხი შეიძლება ყოფილიყო. ამიტომ 5-იანი დასახელებულია, ხო? 5-იანს ვასახელებ და 10-იანსაც ვასახელებ თუ რომელიმე არ არის. დამთავრდა თქვენ. 12-ს უსმენთ? ეხლა ნახე, მე მყავს 7-იანი გადამოწმებული წითელი. მე ვარ დეტექტივი. 7-იანი არ მომეწონა. დეტექტივი მე ვარ ამ მაგიდაზე და מחר მყავს შავად გადამოწმებული. ვასახელებ. ვეწერები 4 დეტექტივობაში მეგობრებო. ზაო, 5 შეციხსნები დეტექტივად?
ეხლა გადის 4 ნომერი, ხო არ ღადაო. 4-იანის სხვათა შორის, აი ხა ნახე 6-იანი შენ 4-იანზე წითელი თქვი? 6-იანი შენ 4-იანზე წითელი თქვი? 6-იანი აჩი. 4-იანზე წითელი თქვი? თუ შავია მეორე, იმიტომ რომ ძალიან კონტრასტული ლაპარაკი ქონდა 4-იანს მეორე მე წითელი გონია? ნახე 7-იანი ეს გადამოწმებული წითელი. მე რო ვიყო მაფიოზი შვიდს ეგრევე გაგიშავებდით რა. არც ჩემი გუნდელის წითლით არ გამოი, არის სისულელი. 11 არ მომწონს 5-იანიც არ მომწონს რა. აი 10-იანის დაცვა. შენ ნახე 5-იანის შენ გეტყვი რაღაცა. შენ თუ პატიოსანი მოქალაქე ხარ 2-იანზე, უფრო მეტად უნდა გეთქვა და ჩაგეჭირა რომ მაფიოზი არისო. იმიტომ რომ 2-იანს ძალიან ცუდი ლაპარაკი ქონდა რა. 4-იანი შენ 2-იანი გადამოწმე შავად? და დეტექტივას არ იხსნით? 4-იანი არის მაფიოზი. 1000%. ეხლა ვის მე დამასახელე უეჭველი. და დასახელებულები არიან 10, 5, 11, 9, 1, 4. ამ თანმიმდევრობით. პირველი ნომერი დახურავს წრეს. თქვენი 1 წუთი. აი ვასახელებ 2-ს 7-ის დასახელება მინდოდა ყველა ვარიანტში, მაგრამ სხვა ანუ 2 გვინდა რომ გავუშვათ მაგიდან 1 წამ. ანანო შენ გიპასუხებ ჯერ მე ვთამაშობ ყოველთვის ემოციურად, განსაკუთრებით წითლიდან. ჩემი თამაში ერთხელ მაინც რომ შემოგეხედა აქ რომ მოვდივარ ხოლმე, მაგიდას ვაყირავებ როგორც ბასპალობს ხოლმე მართლა. ეგ გიპასუხე. ეხლა 7 ნომერი რატო არ მომწონს იცი? აი შენ დეტექტივს მე არ მოყვარს შანსი არ არის 7 ნომერი. თელმა მაგიდან გაგაშავა და იმის ასოთ რომ შენი ერთი არგუმენტი მოგეყვანა რომ რაღაცა თავი დაგეცვა. ანუ მე 2 მომეწონა 3 არ რაღაცა და შენ თავზე ვაფშე არაფერი არ გითქვამს. შენ ჩემთვის ყველაზე შავი ამ მაგიდაზე და ეხლა ამან დაადასტურა საერთოდ რო გააწითრე. ანუ 12 და 7 ჩემთვის შავები არიან. ეხლა რაც გინდა ის იძახეთ. 2-იანი უბრალოდ იმიტომ დავასახელე რომ არ იყო დასახელებული და კი ბატონო, მაგრამ ჩემთვის 7-იანი და 12 უფრო შავია და ვიდრე 2-იანი. ფოლს ვიგებ, ერთიანმა გადაწყვიტა რომ მე შავი ვარ 7-დან ერთად, ესეც შავია. 12 ფოლი. 10 წამი დარჩა. მე პასუხი უკვე. მადლობა. ყველას მოგისმინეთ. და ეხა იქნება 30-30 წამი. დასახელებული კანდიდატურები არიან 10, 5, 11, 9, 1, 4, 2. 10 ნომრის 30 წამი. მოკლედ, თქვენ მოგმართავთ რა. 2 ნომერი ჩემი იდეა იყო, რომ გასასვლელი კარტი იყო რა. ნახე, თან პრეტენზიაც არ აქვს რა. ეხა გავა ყველა ვარიანტში 2 ნომერი. მე 12 ანიშნებდა რომ თავიდანვე დეტექტივი იყო ისე რა. ეგრე ჩაჯდა რომ 12 ანიშნებდა რომ დეტექტივი იყო. შესაბამისად 12-ის დეტექტივობიდან გამომდინარე ვამბობდი რომ 11 შენთვის შავი უნდა ყოფილიყო რა. მე თქვენ ადგილას 11-ს უფრო გადავამოწმებდი, მაგრამ ეს მე 7 ნომრის გადამოწმება. გასაგებია. თქვენ ადგილ თქვენ გაინტერესებთ ვინ გადაამოწმოთ? თუ გასულდა თქვენი დრო? 5 ნომერს უსმენთ? ხო ნახე, ჩემთვის 4-იანი არის დეტექტივი, იმიტომ რომ 2 ნომერი ნულოვანწედან შავი მყავდა. მე გამოდის ლაშა და 2 ნომერს იცავს რატო ყავს ესეთი შავიო, როგორ შეიძლება უჭველი შავი ყავდეს ადამიანიო. მე 4 ნომერი 2 ნომერს შავად ამოწმოს და შენ დეტექტივობაში ჩავეწევ, რომელიც 7 ნომერი მაგიდის შავი არის. შენ ნულოვან წრეზევე იძახი რომ 7 ნომერი ესეთი შავი არის ყოველ კაცს რასაც ითო. 12 ნომერი მე არ მგონია რა დეტექტივი. ნახე 90% ხართ რა. 5 ნომერი არის წითელი კარტი, გადის 2 ნომერი. მაგიდი შავ, შემდეგ 7 ნომერი. 7 ნომერი. და თქვენი დრო 11-ს უსმენთ? ო, ეხლა ჯერ ჩემმა გონება ვერ გადახარშა რა უნდა ვქნა და რომელი დეტექტივი უნდა ავირჩიოთ. და ალბათ არც უნდა ავირჩიო. მაგრამ 4 ნომერი გამოცდილობინა გამომდინარე, ასე დამაჯერებოთ იზავდა? შანსი რა ხო? ფოლი რო ავიღე შეიძლება? ლაშას არ გაუმართლა ჩემი აზრით, რომ გამოუცდელი მოთამაშე იყო დეტექტივი. 6-იანი ფოლი. დასრულდა 11 ნომერი. 9-ას უსმენთ? 5-ას მეორე ფოლი. მე ეხა ჩუმად ვიყავი გიყურებდით რა, არაპოპულარულ აზრს დავაფიქსირებ, რომ ბჭო არ ვიცი რა. დამაჯერებელი იყო, ანუ წითლით გახსნა რა თუნდოდა საერთოდ რატო გაიხსნა, ეგ მაინტერესებს უბრალოდ. და თან ყველაზე მეტად ეხა რაც ნერვებს მიშლის. მანუ არ მომწონს და მანუ არის ლაშას მოწინააღმდეგე გუნდში, ხო? ეგრეა ხო? ანუ ლაშას დეტექტივებს არ გჯერა შენ. შენ გჯერა 4-იანის დეტექტივობის. მასია თუ არა? არ ვიცით ჯერ. დასრულდა თქვენი დრო? პირველ ნომერს უსმენთ? შენ დეტექტივი ხარ? არა ხო? აბა რა თეორია წამოაყენე ხა ამასთან დაკავშირებით ვერ მივხვდი. რა თეორია წამოაყენე? კაი, ოკეი, whatever.
ხო, ჩემ გაშავებასთან დაკავშირებით მე შენ გკითხე, რატომ აშავებ? ერთი არგუმენტი არ გამიგია ანანოს გარდა, შენ მე რატომ აშავებ? ანუ დეტექტივი ხარ, მე გადამამოწმე, შავი ვარ და ამიტომ ვარ შავი? მაგიტომ მკითხე ახლა რომ დეტექტივი ხარ თქო? აი ამიტომ გკითხე. სხვა არაფერი. დასრულდა. აბა მეც არა ვარ შავი. დასრულდა. 4 ნომერს უსმენთ? 4 ნომერი? მე მინდა მას ახლა, ოი, არ ვიცი დასახელებული თუ ყავ. შენი თქო. მოკლედ. ზიანს ფოლი? ჩემი დრო გადის ხო ალბათ. მოკლედ, რა თქმა უნდა, მე-12 ნომერი არის შავი კარტი მეორე ნომერთან ერთად. ყველა საუბრობთ იმაზე, რომ მეორე ნომერს აშავებთ, და ისიც აღნიშნა, რომ მეორე ნომერი მეშავება და უბრალოდ ვერ ხვდებოდი ამდენმა ადამიანმა რატო აი ტვიცა რას ნიშნავს და აი ტაცა ეს ყველაფერი და ყველა რატო აშავებდით. მე რა თქმა უნდა, მეორე ნომერი გადავამოწმე პირველ ღამეს და დავწუნდი ამის სიშავეში. ახლა მეშავება რა თქმა უნდა მე-7 და მე-12 ნომერი ყველანაირად და არ ვიცი, მითხარით ვინ გადავამოწმე და დაგიჯერებთ რა თქმა უნდა. ოკეი. დასრულდა თქვენი დრო? 2 ნომერს უსმენთ? იცი რა, რა თქმა ახლა ანანო რატო ძალაობს იმაზე რომ მე უნდა გავიდე? თვითონ პრობლემა არა აქ და ვერ ვიგებ რა ლოგიკაა, მაგრამ ლაშა რომ წითელია და მე ლაშას დეტექტორობის ძო ზუსტად ვიცი, იმიტომ რომ ჩემ თავზე გამოცდებით, ანუ ლაშა არის დეტექტივი. ეს ოქრო ადამიანი გამოცდილი მოთამაშის გჯერა, რომელიც წითელი კარტით გაიხსნა? არა, მე მჯერა ჩემი თავის. მე რაც ვარ ზუსტად ვიცი. მე რაც ვარ ზუსტად ვიცი და მაგიდან გამომდინარე გეუბნებით რომ მე ვარ გაახანებული წითელი ლაშა და ეს ადამიანი არის შავი. დასრულდა. ერთი წუთი ბრატ. როგორც ვესაუბრე. თქვენი დრო ამოიწურა. დასახელებულები არიან, მაპატიებს מחר, მაგრამ ყველას თანაბარი დრო აქვს. აქ ყველა თანაბარ უფლებიანია. დასახელებულები არიან 10, 5, 11, 9, 1, 4, 2. ამთან ვიდეორობით. ხმა თავიდანვე მოიფიქრეთ ვისაძლევთ, თორე თქვენი ხმა ბოლო კანდიდატურაზე გადავა. არა. 10, 5, 11, 9, 1, 4, 2. ამთან ვიდეორობით. ვიფიქრობთ რომ 10-იანმა უნდა დატოვოს თამაში, ახლა მიეცით ხმა? ერთი ხმა. ვიფიქრობთ რომ 5-იანმა უნდა დატოვოს თამაში? ვიფიქრობთ რომ 11-მა? ვიფიქრობთ რომ 9-მ? ვიფიქრობთ რომ 1-მა? ვიფიქრობთ რომ 4-მა? ვიფიქრობთ რომ 2-მა? 2 ნომერზე გადავიდა 8 ხმა ან 9. 2 ნომრის ბოლო სიტყვა? არ ვიცი. ჩემი მაინც არ გიჟათ ქალბატონს არ გიჟავს ჩემი. 12 ნომერს დაუჯერეთ მართლა რა. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში დეტექტივი არის 12 ნომერი. და ძალიან ფრთხილად იყავით რა. რაც ახლა თქვენ გააკეთეთ ის სრული, იმიტომ რომ მე ვარ პატიოსანი მოქალაქე და 12 ნომერი არის დეტექტივი. მე ვარ პატიოსანი მოქალაქე. დავშვიდობთ 2 ნომერს. და ხამე მეგობრებო. დღეს მაფია მოიგებს და მე გავხდები MVP და ხალხის რჩეული. იმიტომ რომ ხალხმა იცის ვინ უნდა ითამაშოს. პირველ რიგზე შემეტყო, იმიტომ რომ ძალიან და ალბათ ესე აღარ მოგავაკეთო, უნდა მიუდგე ხოლმე ნორმალურად თამაშს. იმიტომ რომ აი სულ მომდიო რომ სვავ და ეს ნასვამ მდგომარეობაში, აი მაგრამ კიდია ხოლმე და აბურდულია თამაში. თამაში ძალიან აიბურდა, ბასტო გაძვრება. ბასტო იმიტომ რომ ჩვენ მე და 4 ნომერმა ყველაფერი ვეცადეთ რომ ჩვენზე გადამოტანილიყო აგრესია და ბასტო გაძვრება. ლაშას გაუშვებენ და თამაშიც აი ესე დასრულდება. და MVP გავხდები მე, იმიტომ რომ ხალხს მე უფრო უყვარვარ. ხელები ავიღოთ მაგიდიდან, თავი დამლა დავხაროთ. იღვიძებს მაფია და ირჩევს მსხვერპლს. დონი მისასტურებს. ვებშიდობები იღვითებს დონი და ეცებს დეტექტივს. იღვითებს მარჯვენა ხელი და ეცებს იაკუზას. ვებშიდობები იღვითებს შოგუნი და იაკუძა.
ბაკუნი მიდასტურებს იღვიძებს დეტექტივი აიღვიძებს ექიმი ხელები გავაჩეროთ ხამე თენდება ვიფასო მეგობრებო თამაში ტოვებს ნომერი 6 ლოგიკური იყო. ეხა გახურდა თამაში და ეხა არის საინტერესოა. ერთ შეკითხვას დაგისვავთ ყველას რა, მართლა რა. თქვენი პირველი თამაში თუ გახსოვთ და თუ გაიხსნებოდით ესე დეტექტივად, მეორე დეტექტივად რა. გაიხსნებოდით თუ არა? შენ გაიხსენი ეგრე? საო, მე ვერ გავიხსნებოდი. არ ვიცი, ძალიან რთული არის და ესე დამაჯერებლად ლაპარაკი, მე მჯერა 4 ნომრის დეტექტივობის ძალიან გამიტყდა რომ დავტოვე თამაში. პირველად შევიგრძენი მაფიის თამაში, აი მეორე წრეზე რო არ მოკვდი და ეხლა ძალიან ლოგიკური იყო რომ შემდეგზე იმედი ერთი ნაბიჯი წინ გავიწევ რა. კალა მეწითლება, ლაშა რა თქმა უნდა ამ ლოგიკით გასაგდები არის და ლაშაზე ვაპირებდი ხელისაწევას და ლოგიკური არა მომიშორეს, მაგ ლოგიკით თუ ისაც არ აპირებდნენ. დანარჩენი რთული არის ხო, ნუ გიგიც წითელია ალბათ, იმიტომ რომ რატო დაადებდა ხალხს ან იაკუცა. კაი, აღარ მოგასცდენთ წარმატებები. დავემშვიდობოთ ექსპერიმენტს. არ ვიცი, ეხა მითხრეს რომ თურმე ნინიკო ხო? ყოფილა მაფიოზი და არ ვიცი, სიგიჟე არის სრული რა. მაფიაც ისა დეტექტივად გაიხსნა ლაშასთან ერთად თან. და თან ლაშაზე არის ყველა ეჭვი, ანუ მე მგონი ფინალში უნდა იჯდეს ეგ გოგო და ბასტოზე მქონდა ეჭვები. არ ვიცი, ხო, ცოტა გამიტყდა რომ გახურდა თამაში, მაშინ გამოვარდი, მაგრამ ალბათ უფრო დამაზიანებელი ვიქნებოდი თამაშისთვის, რომ გამაგზელებინა მაგიდაზე ჟდომა, ასე რომ ალბათ შავი კარტები მოიგებენ დღეს, ისე დაალაგდა სიტუაცია. ცუდი სიახლე 7 ნომრისთვის ბოლოს. ვიცოდი, არა, ველოდებოდი ამას უკვე, იმიტომ რომ ამის ხავან თავიდან მეგონა რომ გამაგდებდნენ, ამიტომაც ექიმს ვთხოვე დაჰილო, მაგრამ აშკარად ვერ დამჰილეს. არ ვიცი, სიმართლე გითხრა, ვერ ხვდები შენ როგორც მითხარ 5 ნომერი გადაამოწმე და რატო 5 ნომერი და რატო არა სხვა, მაგრამ ჩემთვის ალბათ ყველაზე საეჭო ვიტყოდი რომ არის 4 ნომერი, პირველი ნომერი და 11 ნომერი. ესე ვიტყოდი აი ამ სამ ადამიანს რომელზეც ვფიქრობ. დანარჩენი. შენ მის დეტექტივად თამაში. ცხრიანი ფოლი, მეორე. კი, მაშინ ოკეი. მადლობა უბრალოდ და წარმატებები. დავშვიდობოთ ჩიდლოვეს. აუ, იმენა ჩაწყობილი იყო გეუბნებით ხალხო. ეგრევე ვიცოდი. პირველი ნომერი ვიცოდი, მაგრამ მაინც მანუზე ვიცოდი და არ ვაწვევოდი დიდად, იმიტომ რომ ვინახავდი კოზირად და 4 ნომერზეც ვიცოდი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე ვიყავი პატიოსანი და ლაშაში, რა თქმა უნდა, მჯეროდა. დანარჩენები ესე ვერ მივხვდი, მაგრამ ორიც უკვე საკმარისი იყო და ჩემი სიტყვა დავდე იქ, დავტოვე. და დანარჩენი მაგაზია, როგორ მოიქცევიან მოქალაქეები, მაგრამ ლაშას იმედი მაქვს რა, ლაშა რომ მიიყვანს თავის საქმეს ბოლომდე, იმიტომ რომ ნინიმ კარგად ითამაშა, დამწყებია, მაგრამ სწორედ გააკეთა, იმიტომ რომ სხვა გზა აღარ ქონდა. ხო, აქ ამი დავასრულებ ჩემს სიტყვას აქ. სანამ წრეს გავხსნით, შეგახსენებთ, რომ ჩვენი სპონსორი არის Celsius. პირველ 3 ნომერს უსმენთ? ვაუ. ძალიან კაია. 6 ნომერში სრულად აჩიკოი მართლა შემეცოდა, ანუ მართლა, თან პატიოსანს გავდა. ანუ წითელი გადამოწმებები გვაქვს ახლა. ნახე, უყურე, მე შენ დეტექტივების მჯერა უფრო. რატომღაც ამ წუთისთვის. მაგრამ არ ვიცი რას დავაბრალო, თუ ეგეთი კარგი სპიჩი ქონდა, მაშინ 2 ნომერის დასახელება არ უნდა დაგვიწყებოდა. ნახე, ერთი ის რომ შენ შავი ნაპოვნი ყავს და არ იხსნები, ეს ერთი. მაგრამ მეორე ის რომ შენ 2 ნომერს საერთოდ დასახელებ. ეგ არის აი როგორი აი ბოლოს მანიუს რო არ ქონოდა სიტყვაზე რაღაც
დარჩენი არ ყოფილიყო, ორი ნომერი შავი გვეждდა და შენ არ ასახელებდი. რაც არის ძალიან დიდი შეცდომა, თუმცა ემოციურად რაღაც დონეზე 10 ნომერმაც დაგიძახა შენ თავიდან რაღაც როლში ხარო, მეც რაღაცა ცოტა მან ვიფიქრე და მაგით ვთქვი რომ არ ღირდა მაგის გაჟღერება და იმიტომ შევუდი 10 ნომერს. 10 ნომერიც გონე, მოდი მაინც დაგასახელებ 4 ნომერს, მაგრამ არ მომფრო ხელზე შენავწევ, ანუ ლაშაზე ავწევ. მე ამ წუთისთვის შენ დეტექტივებს 5 და 1 მე არ მომწონს. 4 ნომერს უსმენთ? ჯერ შენ გაგცემ პასუხს, რომ ამ თამაშელებმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვე, იმიტომ რომ მართლა ძალიან ნერვიულობ და დეტექტივის კარტერ დავინახე, საერთოდ ძალიან დავიძაბე, იმიტომ რომ მგონია რომ ძალიან საპასუხისმგებლო როლია. მე-11 ნომერი გადავამოწმე შენ თხოვენ და პატიოსანი კარტია და ლაშა და მე-7 ნომერი მგონია იაკუძის თუ რაც არის მაგის, იმიტომ რომ მე-7 ნომერი მეხვეწებდა რომ გადავამოწმო დარწმუნებული იყო რომ წითელ კარტს წითლად გადამიმოწმდებოდა, ამიტომ მგონია რომ მე-11 და მე-7 არიან იაპონური კლანი. პირველ ნომერზე მეც მაქვს ეჭვი, ვინ დავასახელო? ორი წამი დავასახელებ, მე დავასახელებ, ლაშას დავასახელებ, რა თქმა უნდა, ხელი ავწიო ლაშაზე. მე-13 ნომერი გადის აუცილებლად და იმედია რომ გაგეცი პასუხი. დასრულეთ? 5 ნომერს უსმენთ? ნახე ლაშა, მე ახლა 12 ნომერს უნდა შემოვიყვანე შავად რა, იმიტომ რომ აი მე მუქრებოდა რომ მე ხა შენ გადაგამოწმებოდა უიჭორი შავი იქნებიო და მე მგონია რომ ახლა წითლად იმიტომ შემომიყვანა რომ მე დავფიქრებულიყავი ნუ თუ მართლა არის ლაშა დეტექტივი. მე ვერ ვითამაშე რა ლაშა დეტექტივით ამ მაგიდაზე. არა იმიტომ რომ 4 ნომერი გამოუცდელია, 4 ნომერი ნულოვან წრეზე იყო როლში. 10 ნომერმა შეამჩნია. მე შეამჩნია, მაგრამ კომენტარი დიდად არ გამიკეთებია, 4 ნომერი განა გამოუცდელია, ნულოვან წრეზე ეთყობა და როლში იყო რა, მაგით 2-4 ნომერი დეტექტივი და არა 12 ნომერი რა. 11 ნომერი მე ძალიან შავი მყავს ამ მაგიდაზე, მაგრამ წითლად გადამოწმებულია ჩემი დეტექტივის მიერ. თან ნახეთ მე რატო არ მაგი წითელი. მე ლაშას დეტექტივობაში არც ვეწერებოდი. და ეხა ფეიქ დეტექტივმაც გადავამოწმა წითლად რა, მე ვარ მაგი წითელი, თქვენსაც წითელი უნდა ვიყო. ეხლა მე მგონია დეტექტივის ბალანსი უნდა დავიწყო და დავიწყო 12 ნომერით რა თქმა უნდა. ვასახელებ 12-ს, 4-ს, ილაპარაკოს 4-მაც, 11-ს. 11 მიღებული. რა ვიცი, 1-ს. 1 და მოვიწყო სულ. დასრულდა. 8 ნომერს უსმენთ? ან ლაშა რო გაიხსნა დეტექტივად. აი წამის მიასედებში გაიხსნა ის და აი არ ვიცი როგორ შეიძლება რომ ესე პირველად ითამაშო და ეს სწრაფად მოახერხო ფეიქ დეტექტივად გახსნა. ბიჭო, ფოლს ვიღებ, ეს ადამიანი პირველად არ თამაშობ, ძალიან ბევრი ხელი აქვს ნათამაშები, თქვენ ილუზიაში თამაშობთ და 5 ნომერიც მათ შორის. ფოლი 12-ს მეორე? არ ვიცი, მე ვიცი რომ პირველად თამაშობს. ძალიან პროფესიონალური, არ ვიცი, ძალიან სწრაფად გაიხსნა, მოკლედ და მაგრამ მე არ მომეწონა მანუს შეტევა ლაშაზე, ანუ 50-50 იყო ჩემთვის ხა, არ ვიცი რომელია ნამდვილი დეტექტივი, მაგრამ შენ აი ისე შეუტიე ლაშას, თითქოს დარწმუნებული იყავი, ხო, რომ დარწმუნებული იყავი, რომ ლაშა არის შავი კარტი, ამიტომ ეგ არ მომეწონა და მაგან დამაეჭვა ძალიან. ანუ ორი დეტექტივი გაიხსნა და მისი არ მჯერა და ამიტომ თქვი ამაზე, ანუ სხვა რა უნდა გამეკეთებინა. ფოლი? არ შეიძლება ეგრე ძალიან არ გჯეროდეს. 9 ნომერს უსმენთ? რანაირად უნდა მჯეროდეს, შენ თვითონ თქვი ადამიანი წამის მიასაჭი გაიხსნაო და რანაირად უნდა მჯეროდეს. ოღონდ ვინმე დაასახელეთ პირველი ნომერი. მესამეს ვასახელებ, იმიტომ რომ კალამ ძალიან მომთხოვა. ეხლა ერთ რაღაც ამ ბრძოლაში არ შემეშვათ, იმიტომ რომ საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში უნდა მოვიდე, იმიტომ რომ რაღაცეებს რაზეც ვფიქრობ, მე ანანოს რაც ესე ვანიშნე და ანანოსაც არ მოეწონა, რაც ვანიშნე. არ შემოვალ მაგ ბრძოლაში დეტექტივების ბრძოლაში თუ ვითამაშებთ ბალანს, მაწყობს ვითამაშოთ ბალანსი. ერთადერთი რასაც დავაფიქსირებ ახლა, ერთიანზე ბოდიში ტვინ წაგიღე, მაგრამ აქ რაღაც საერთო იდეალია მიდის, აი მაგას ვაკვირდები, საერთო იდეალია მიდის, აი სოსო რაღაცა თქვა, ყველა გაგვიქნა, შენ ხარ სადღაც ჩასული სიღრმეში, უბსკურში და იქ თითქოს რაღაცაზე ფიქრობ. რა უნდა თქვა, როგორ თქვა, ეგ ჩემთვის როგორი თვალსაჩინო სიშავე არის, რომ აი არ თითქოს აი ჩათვალე გადაგამოწმე ამბავში ვარ. აი ეგ როცა ადამიანი, იმიტომ რომ სულ არს 99 შემთხვევაში მართალი ვარ ხოლმე. ამიტომ ლაპარაკობ ამას. ერთ ნომერი დაასახელე ანანო გთხოვ. ამ ბრძოლაში არ მინდა ახლა არაფრის. დასრულდა. 10 ნომერს უსმენთ? ვაყენებ ერთ ნომრის კანდიდატურას. მე არ მომეწონა 7-იანი რო ეგრევე 12 ნომრის დეტექტივობაში ჩაეწერა, როცა 4-იანსაც არ გაუშავები, ანუ იმან რა იცის 12-ია თუ 4, ხო? პატიოსნად არის 5-ით გადამოწმებული, მაგრამ ნუ გაურებული აზრები აქვს. 12 ლაშას მიმართავ, თქვენ არ მოგეწონათ ერთი ნომერი, თქვენი აზრით ერთი ნომერი იყო შავი. მე დაგეხმარებით რომ ერთი ნომერი გავიყვანოთ. მე ხელს ავწევ ერთ ნომერზე. თქვენ თუ ვიწყებთ ბალანსს და თუ 4-იანმა 2-იანი გაიყვანა, ბალანსით 12-ისთვის ერთიანი შავია. არ არის შავი 12-ისთვის ერთიანი? თვითონ ამ წინა წრეზევე ამბობდა რომ ერთიანი გავიდესო. თუ ბალანსებს მივყვებით, მაშინ გავიყვანოთ ერთი ნომერი, რა პრობლემაა?
თქვენ მოგწონთ ერთი ნომერი მე ეს მაინტერესებს. არა, აი ნახეთ ორივე დეტექტივი თანხმდება რომ ერთი არც ისე წითელი არ არის. ანუ ნახე ბასტო არავის დაუსახელებია. სოსო ვაფშე დაგავიწყდათ. ნუ ერთადერთი ლენკას აშავებ და სამიანი ყველას პატიოსანი გონია. მე პატიოსანი ვარ და ვიღა დარჩა შავი. 1-11-ში მაშინ, რომელიც 11 ერთი მხრიდან არის გადამოწმებული პატიოსნად. მაშინ ერთი გამოდის შავი. დასრულდა თქვენი. უფრო მეტად. 11-ს უსმენთ? სოსო, მაინტერესებს გადამოწმებას ღამე ითხოვდი? როგორ? გადამოწმებას ღამე ითხოვდი? თავით მანიშ. მოდიში იმაკავე. თავის დააკეთე ხარ თემა იყო. ვიასაც და 900-ს ფოლები. არა 4-მა ისეთი რაღაცა თქვა რომ 8-იანი გადამოწმებას ითხოვდაო. მე წარმოვიდგინე რომ ღამე ითხოვდა ალბათ აფარებდა. ხოლსა ვიღებ ძალიან აირიეთ. მე შვიდე ნომერი სამ დავიძინებთ მე ხვეწებოდა რომ გადამამოწმებო. დარწმუნებული იყო რომ წითლად გადამამოწმებოდა. მანკეტა მოვიტანე ისეჭრო მე-12 და მე-7 არიან იაკუძა და შავი. მესამე ფოლი აქვს, გაითვალისწინეთ. ფოლებს გამო მოვლიან. თქვენ დრომის. მოდი მე ვინმეს დავასახელებ, ვინც არ არის, მაგალითად 5-ს. მიღებული 5? მე ერთადერთი ხარ რაშიც დარწმუნებული ვარ, როგორც მოქალაქის როლიდან გამომდინარე, ორი დეტექტივის გახსნის დროს ჩამოუყალიბებულობა სუფევს ხოლმე. აი სოსომაც არ წერა, მე ზუსტად დასრულდა თქვენი დრო? ჯერ არ მისაუბრია. დაგაგილეს. ვასახელებ ერთ ეხა გადის ერთი ნომერი. მე წინაზე ავწიე ერთიანზე. ხუთიანი რატო გავნა? ერთიანი და ხუთიანი იყო ორადორი მოთამაშე თელ მაგიდაზე, ვინც ეგრევე გადაწყვიტა, რომ 12 არის შავი და ხუთიანი შენ დაფრინავ პირდაპირ გეუნები რა. შენ თუ პატიოსანი ხარ და არა შოგუნი, ეგრე გაიქნევ თავს კამერის რო დადგები. ეხლა ნახე რა ხდება რა. 4-იანი იძახს ეგეთ რაღაც 12 და 7 არის თუ იაკუძა, აი ამ ალბათობას ეგრევე დაგინგროთ. მე თუ ვარ შავი კარტი და იაკუძა დეტექტივად რო ვიხსნები. მე ხო სიგიჟია ვიღაცა გამეხსნება ბალანსით გავალ და ჩემიანს წითლას შემოვიყვან და ორივეს გავწირავ ნულოვან წრეზე. ეგ არის სისულელე. 4-იან ვიც გონიათ რომ არის გამოუსელი ძალიან სებით ამ ადამიანს აქვს ძალიან ბევრი მაფია ნათამაშები და ლაპარაკზეც ეთყობა ბრავო გილოცავ ძალიან კარგად ითამაშე, მაგრამ შავი ხარ. და ამ ადამიანს ბევრი ნათამაშები აქვს. მოусმინეთ როგორ ლაპარაკობს, რანაირად თამაშობს პირველად. თავისი სიტყვით აქვს, თქვენ რომ ბევრი ხელი აქვს ნათამაშები. გამოსული მოთამაშე ერთიანი გადის ეხავე ხუთიანი თუ პატიოსანი ხარ გონს მოიგე და თუ არ ხარ შოგუნი. ეხა გადავამოწებ კარდს რომელიც წითელ ფერს დამიდებს, უფრო მეტად დაგეხმარება. 11 არ მომწონს, მგონია რომ შავია. პას. ერთიანი. ანუ მე მგონია რომ ეხა წითელი უნდა ვიტოვო, იმიტომ რომ დასრულდა. მათემატიკურად უფრო კარგი იქნება. დასრულდა. პირველი ნომერი სანამ დახურავს სტრესს, დასახელებულები არიან 4, 12, 11, 3, 1, 5. ამ თანმიმდევრობით. პირველი ნომრის 1 წუთი. როცა ვბრაზდები და ძალიან ხშირად ესაც დროს ვბრაზდები, როდესაც წითელი ვარ ტყუილა მაშავებენ, ხვდები საშინელი ადამიანი. ეხა ვაფშე თუ ძალიან გავბრაზდი, ფოლებით ავდგები და ჩაგიშრეთ წითლებს თამაში, იმიტომ რომ ნერვები მეშლება, რომ ტყუილა მაშავებთ რა. ჯერ ვაფშე რა არგუმენტი გაქვთ? ერთი არგუმენტი მაინც მომიყვანეთ ხალხო. ანუ რისთვის მაშავებთ? რადგანაც, რავი, ეგრევე დავუჯერე, არა ლაშას დეტექტივობას, აბა რისთვის მაშავებთ? ვერ ბაზარი არა გამიშვით, ანუ მართლა პრობლემა აღარ მაქვს, ეხა ძალიან გაბრაზებული ვარ, პას. მადლობა. დასახელებულები არიან 4, 12, 11, 3, 1, 5. 4 ნომრის 33. მე ვფიქრობ, რომ ლაშა ცდილობს რომ პატიოსანი მოქალაქეები გაგვაყრევინოს, იმიტომ რომ მანუს ანუ ნახე, შენ გინდა რომ გავაგდოთ მეხუთე და პირველი ნომერი და ჩემ გაგდება ჯერ არ გინდა, როცა შენთვის ფეიქ დეტექტივად ვარ გადამოწმებული კარა და გახსნილი ხო? და ჯერ გინდა რომ ესენი გაყარო. მე ვფიქრობ, მაშინ როცა პატიოსანი ყავს გადამოწმებული, როგორც ჩვენ ამბობ. და მე ვფიქრობ, რომ ახლა უნდა ვითამაშოთ, უნდა გავაგდოთ მე-12 ნომერი და მე იმაზეც ვთანხმდები, რომ ჩვენი ბალანსი ითამაშო და მე-12 ნომერს ჩვეულებრივად გამაყოლოთ უკან. იმიტომ რომ ეს არის შავი კარტი და ანუ რომ პატიოსანი იყოს, პატიოსანი მოქალაქეებს გაგდებიან. 12-ს უსმენთ? 4-იანი და 1-იანი ახლა ხო ხვდებით რომ გუნდშია. წეგან ამბობდი რომ კიო არ მომწოსო, შენ ეკითხებოდი და არ მომწოსო 1-იანი. ეხა ამბობს არა 1-იანი არ გაუშვა 12 გავიდეს ბალანსითო. 4-იანი და 1-იანი გუნდშია. კიდე ერთხელ ამ 5-იანი გადავამოწმე, იმიტომ რომ 5-იანი და 1-იანი იმდენად შავი იყო, რომ მე მერჩინა რომ 5-იანი ყოფილიყო წითელი, რომ შენ გეჯერა და კალა შენ გეუნები. ეხა მე მირჩევნია რომ წითელი ფერი დავდო, იმიტომ რომ არითმეტიკა 5 შავი გვაქვს. პროსტა უნდა დაუშვათ ის რომ 2-იანი იყო მართლა შავი კარტი. და იმედია რომ შავი კარტი იყო, თორე 9 კაცში რომ თუ 5 შავი გვიზევს, აი აზრი არ აქვს ჩვენ ლაპარაკს რა. ეხა გადის 1 ნომერი და 4 გუნდია. 11-ს უსმენთ? მე ვერ ჩამოვყალიბდი რა უნდა ვქნათ ახლა. მართლა. ეხ მაგას ნოაჩვენებ, თორე უკვე ჩამოვყალიბდები. დავიტყოდ ბალანსი და გახვალ შენ და მე მოგეყოლოთ 4-იანი? დასრულდა თქვენი დრო. 3-ას უსმენთ? ნახე.
მანიუ არც ერთ დეტექტივს თითქოს არ მოსწონს და ორივე უწევს და რაღაცა ყველა მაიტაცა ის უნდა გავიდეს და რაც რაღაცა ანუ ლაშა ნახე შენ შეიძლება ძალიან კარგი დეტექტივი ხარ და კარგად მიყავს მაცადე ნახე უყურე კარგი დეტექტივი შენ გუნჩი გაილინკა מחარა ანუ ნახე შენიანმა რაღაცა თუ ეს შენ გუნჩი იყო ძალიან ცუდი საქმე აკეთა არ ვიცი ოთხიანმა ჩაიჭირა რომ ყველას არ მოგვეწონა ორიან და მაგიტო გააშავა თუ რაკნა მაგრამ מחარას თუ მე ვიცნობ და აქამდე სულ შავს ვეძახდი მე მგონი რომ შავი იყო მე მაინც შენში ავწევ ხელს დასრულდა ერთიანს უსმენთ ხო, ოკეი. ჩემი თემი ხალხო აი შავებს. ახლა შენ გიხსნი, ჩემთვის შავი იყო ყველაზე მეტად გიგი. მე ვიყავი პირველი ადამიანი, ვინც გიგის აშავებდა. ახლა აქედან გამომდინარე, 12 ჩემთვის შავია, იმიტომ რომ fake დეტექტივია და თუ არ ვიცი, რა ვიცი, ესე გამომდის, რომ ამ ადამიანს თუ ვენდობი, ეს მიშავდება, ეს თუ მიშავდება, ეს მიწითლდება, ხო? ახლა შესაბამისად 7-იანი, 12 და 3-იანი ჩემთვის არის თემი, არ მომწონს. შენ არ მომწონხარ, მიუხედავად რომ მე მაწითლებ, არ მომწონხარ. თავიდანვე არ მომეწონე შენი ლაპარაკიდან გამომდინარე. ანუ ადლობა პასის ვერ ამსაუბრობთ. 5-იანს უსმენთ? 7-იანი 12 და 3 თიმში რანაირად ახადა. ანუ მაგას ვერ მოგ. არ ვიცი რა ერთი ნომერი რაღაცნაირად. აი ერთი წრე კარგი აქვს, მეორე წრე ძალიან ცუდი აქვს. მე ემოციურად იწის, ანუ ვერ გავიგე რა. მე მგონია რომ ერთი ნომერი უნდა გადამოწმდეს რა. ანუ თუ ნახევარზე მეტი თანხმდებით რომ 12 ნომერი არის შავი, 3 რა. 3 უნდა გადამოწმდეს? ანუ იქნებ ტყუილად ვაშოვებთ ამ გოგოს და ანუ მე მგონი ან ეხლა უნდა გავიდეს, ან უნდა გადამოწმდეს რა, მაგას ვიძახი. ან ერთი უნდა გავიდეს, ან უნდა გადამოწმდეს. დასრულდა თქვენი დრო. ხმის მიცემა იწყება. 4 ვიღებ კრიტიკა, მე თუ გამიშვებ პატიოსნების წავი. გადის ეს რატო არ გადამოწმე? ასე თუ გაშავები, ვერ გავიდე, რატო არ ვარ გაშავებული? ამდენი აშენ. ხმის მიცემა იწყება. 4 ვინ ფიქრობს რომ 4-იანმა უნდა დატოვოს თამაში ეხლა მიაცით ხმა? ჟესტიკულაციები შეწყდა. ვინ ფიქრობს რომ 12-მა უნდა დატოვოს თამაში ეხლა მიაცით ხმა? 1 2 3 4 ხმა. ჩუმად. ვინ ფიქრობს რომ 11-მა უნდა დატოვოს თამაში ეხლა მიაცით ხმა? ვინ ფიქრობს რომ 3-მა ნომერმა უნდა დატოვოს თამაში ეხლა მიაცით ხმა? 1 ხმა. ვინ ფიქრობს რომ 1-მა ნომერმა უნდა დატოვოს თამაში ეხლა მიაცით ხმა? 1 ხმა. და ვინ ფიქრობს რომ 5-მა ნომერმა უნდა დატოვოს თამაში? 4 5 6. რამდენი ხართ? 1 2 3 4 5 6 7 8 9 1 2 3 ხმა გადავიდა. თუ ვიზე გადავიდა 3 ხმა? 5-იანზე გადავიდა. 5-იანზე გადავიდა 3 ხმა. ვისი ხმები გადავიდა? 3 4 5 9 ზუსტი არის ხო? შენ და რუიანმა ესე იგი 12 ნომრის ბოლო სიტყვა არის. აი იმინა პატიოსნებს ბრავო ძალიან მაგრა ითამაშეთ მეგობრებო იმინა კალას ეხლა ნახე მე რა ვთქვი მე ვთქვიო წითელი კარტის გადამოწმას ვაპირებ მეთქი და უნდა გადამოწმა 3-იანი ან 10-იანი იმიტომ რომ ჩემთვის ეხლა უკეთეს იქნება რომ წითელი დამედო არითმეტიკულად შავები უფრო იყოს კალა მაწია თავის რას ლაპარაკობ ბლაშა მე შავი ვერ იპოვე 4 შავში რას ლაპარაკობ 5 შავი ხავს ხოლმე მაგიტო რომ ვერ იპოვე მაგიტო ვარ დედეც რომ ვერ იპოვე 4 შავში შავი პატიოსანი ხარ შენზე რატო წევ ხელს რატო წევ შენზე ხელს აი სიგიჟია პროსტა ერთიანი უნდა გასულიყო 5-იანი არ მგონი ხარ რომ შენ პატიო მე არ მგონი რომ შენ პატიოსანი ხარ და ესე თუდად ითამაშე ხარ ალბათ შოგუნი შენ თუ შოგუნი ხარ შეიძლება არ ვიცი ვიღაცა ყავს აქ ანუ აქეთ ვაფშე რა ხდება 1-11 არ მომწონდა 10-იანმა ვაფშე რა გააკეთა წარმოდგენა არ მაქვს 3-იანი შენ თუ პატიოსანი ხარ ანუ არ ვიცი რა მე ვიყავი დეტექტივი და ეხა ძალიან 99% ეხა რომ ავდგები ეგრევე დამთავრდება თამაში რა უმარტივესი ბალანსი იყო რომ ერთიანი უნდა გაგვეშვა უეჭო და იმიტომ რომ 12 ნომერი გამოცდილი მოტამაშია 4-იანი ვერ გაიხსნებოდა მაგის გამო ეგრევე წააგეთ თამაში დავშიდობა 12 ნომერს ხალე მეგობრებო აი ხან ახი რა ხდება ანუ უეჭველი წავაგეთ პატიოსნება მე მგონი ყველა ის მაგიდაზე უზით რა ვაფშე ეხლა ძალიან გადაობა იქნება מחარაც რო პატიოსანი იყოს აი გადავიხარხარებ სიცილით რა 4-იანი და 11 და დავიჯერო თავისიანი შემოიყვანა წითელი კარტით ანუ 11 არ მომწონდა მესამე მაფიოს ვერ პოულობ რა მე ხა უნდა გადამემოწმებინა 3-იანი ან 10-იანში იმიტომ რომ დეტექტივს ეხლა რადგან ორი წითელი გადამოწმა მქონდა მერჩივნა რომ კიდე წითელი გადამემოწმებინა და უკვე გამორიცხვით შავები უფრო მარტივი საპონელი იქნებოდა როცა წითლებს ირჩევ ეს არის უკეთესი გზა კალამ რაქნაუში თავის თავზე ხელი რატო აწია არ ვიცი ერთიანი უეჭველი გასაშვები იყო და 5-იანი თურმე შოგონი ყოფილა რომელზეც თქვი კიდევაც რომ პატიოსნებს თამაში არ ქონდა რა წავაგეთ მაპატიეთ მეგობრებო მე ყველაფერი გავაკეთე რომ პატიოსნებს რაღაც შანსი ქონოდათ რა მაგრამ ესეა გამოსიმო თამაშებს არ უჯერებენო და რა ვქნათ
მისწევს მაღლა შიკის კონდიციონერები დააყენეთ რომ გავგრილდეთ. მადლობა ყველა სპონსორს მეგობრებო. Benedictiners, Starbucks, Ludisas და Betso Sports. Čumat, Nela, იღვიძებს მაფია. მიიღეს განაწყვეტილება. იღვიძებს დონი და ეძებს დეტექტივს. მიიღო პასუხი. იღვიძებს მარჯვენა ხელი და ეძებს იაკუძას. მიიღო პასუხი. იღვიძებს შოგუნი და უერთდება იაკუძა. იღვიძებს დეტექტივი. იღვიძებს ექიმი. თენდება. თამაშტოებს 10. ვინ გადამოწმე? შავად გადაგამოწმე. იასნი ხო რა. მაგრამ აი ძალიან იტირე იმენა რა. იმენა იტირე იქვითინენა, მაგიტო არა ვწიე შენზე ხელი, რასაც ქვია რა. მაგარი შეუდადგი. შო ეგ არის რა. აი საღო, ძალიან მაგარი პერფორმანსი იყო. ანუ მათემატიკურად იყო შავი რა, თორე ემოციურად ძალიან მაგარი იყავი ყოჩა. დანარჩენი რა 8 უეჭველი პატიოსანი, 5 პატიოსანი, 3-იც, ну რაც აიწიე ხა იმის მერე 10-იანი პატიოსანი, დარჩი ბასტო შენ. რომელიც 12 ნომრის იმით თამაშობდი, რა ქვია, დეტექტივობით თამაშობდი. რა ვქნა ეხა თამაშობდი და თუ ვინმე კიდე შავია, ანუ თუ მაქსიმუმ შოგუნად გაიწია, რავი. თუ გაიწიე შოგუნად, იყავი შოგუნი. აი. ნახე, 12 11-ში იყო ერთი შავი თავისი კანდიდატურებიდან და 12 ხო შავია? ხო და ნუ მაშინ დავემშვიდობოთ ათნობას. ძალიან მე საბოლოო ჯამში კაი სამაჩი გამოვიდა. ერთადერთი 0 წრეზე, აი 1 არ მომეწონა, 2 არ მომეწონა, 7 არ მომეწონა და 12 უბრალოდ 0 წრიდან იხსნებოდა დეტექტივად რა და მე 4-იანი ახლა 4-იანს ეთყობოდა ჩემი აზრით როლი რა. უბრალოდ მანიუმ ძალიან კარგი პერფორმანსი დადგა ცრემლებით და კვიტინებით. 4 ნომრის ბოლო სიტყვა. ხო ლოგიკური იყო რა ხომ მომკლავდნენ. მოკლედ პირველი ნომერი გეტოვებთ შავად. მე-12 გავიდა შავად, მე-7 გავიდა შავად. მე-10 გავიდა პატიოსნად. მე-5 ნომერს გავყევით და შენ არ ვიცი რა. თან შენი თამაში სტილით ცოტა არ მართან მეწლებ. მე-11 შეიძლება არ ვიცი. მოკლედ რა. იმედია რომ დაგეხმარეთ პატიოსან მოქალაქეებს. დავამშვიდობოთ 4 ნომერს. ჩუმად. მოკლედ მე ვიყავი დონი და კარტი რომ დავინახე, აი არ ვიცი, ისე ვნერვიულდი, მაგრამ მე საერთოდ დეტექტივად გავიხსენი, რაც აი არ წარმომედგინდა თუ ვიზავდი, მაგრამ გქონდა რომ კარგად გამოვიდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი წამოყვა, კი არა ძირთად ყველა წამოყვა და ნამდვილი დეტექტივი ლაშა გავაგდეთ და მგონი ძალიან გაბრაზებულია, მაგრამ ბოდიში ლაშა ძალიან და იმედია რომ ბასტო მოიგებს. კარგად. 5 ნომერი გახსნის სტრესს. მე მგონია რომ აი ახლა ექიმი უნდა გაიხსნას დრო არის. თქვენ შევად გადამოწყვეტილი ბრძანდებით. სახელებ ერთ ნომერს. მიღებულია. ეხლა ანუ მე მეგონა რომ აი 12 2 7 აი ესე მაფიებად გავიდნენ რა, მაგრამ იაკუძაც თამაშია, მაფიაც თამაშია. თუ 4 ნომერი მოკვდა, ესე იგი 12 ნომერს და 2 ნომერს ვიღაცა უზის კარგად რა, კარგად მჯდომი შეიძლება რომ იყოს გადამოწმებელი 3 და გადამოწმებელი 9. რა ნომერი პატიოსანი მყავს რა? ხო არ ვწდები, თქვენ ხო ხართ ექიმი? თქვენ ხართ ექიმი? აი
9-3. მე დაგვიბანი ხედავ მეგობრებო. ხო. მე მინდა რომ 3-9 დასახელდნენ რა. 8 თქვა იქ მივარო. ეგონა კარგები. მე ვიძახი რომ გადაუნწყვეტელი კარტები ხარ 3-9. ერთი ნომერი შავად არის. მე ავხსენი რატო არ ორმაგი წითელი. ავხსენი. იმიტომ რომ დამასახელეთ და გეტყვით. 8 ნომერს უსმენთ? მე ესე იგი მე ვარ ექიმი მეგობრებო. ამ წრეზე არ დავღილე დეტექტივი არ დავღილე, იმიტომ რომ ვფიქრობდი რომ ბალანსი უნდა გვეთამაშა, იმიტომ რომ 100%-ით ხო ვერ დავიჯერე მისი დეტექტივობის, თუმცა ეხა რაც დაიბარა და მანუს რეაქციებზეც დავწმუნდი რომ შავი კარტია, ვასახელებ ერთ ნომერს, თუმცა კიდე რჩება თამაში, ანუ მაფიას თამაშია, იაპონური კლანის თამაშია. მე ეხა აი უეჭველი წითელი, რომელსაც დაუძახებ, არის 3 ნომერი. და იმედია არ ვწდები. დაგასახელო? 3 ნომერს ვასახელებ და იმედია რომ შეგები ფოლებით რა. ნახვამდის. აი ეგრე დააღამეთ. დავემშვიდობოთ ერთ ნომერს. დავიმსახურე მე მგონი. ძალიან გულშემატკივრობ ლენკას რა. აი ისე დარჩა, ისეთი გაწითლებულია რომ წესით არ უნდა იეჭვონ რომ შოგუნი არის რა და თუ მოიგებს. ძალიან გამიხარდება და מחარა აქაც არ ჩუმდება ხალხო, ეხათ ლაპარაკობს. מחარ მოდი. მოდი ვახტანგული. აგარი თამაშე. ნორმალ. შენ? მე გააცნო. თავის დაღია. ხახო ლენკა ძალიან გულშემატკივრობ რა. მადლობთ. 9 ნომერს ერთი რაღაც მაინტერესებს გულწრფელად თქვენგან მაინტერესებს რა. კაი ეს ერთიანი თავიდანვე თქვი მივხვდი რა, ანუ რაღაცა ინდიკატორები არსებობს ჩემთვის, რაც მახვედრებს ხოლმე ადამიანი რო სხვაგან არის. შეხედე, თქვენ ყველანი დარწმუნებული ხართ 12. აი ხა მე გავშავდი ანანოსგან, იმიტომ რომ ლაშაზე არ თქვი რომ უეჭველი მაფიოზია თქვა, ანუ ტიპმა რაც გააკეთა, ეხლა რაც ჩაიდინა რა ძარღვებიც, ანუ მართლა გულწრფელად და რა თმინდოდა მე რომ აი რატო შევეტენებოდი, მართლა გულწრფელად ის ადამიანი გათქვეფილი იყო, რაც თქვით, რომ პირველი ნერვიულობო თქვა და მე არ გაჩერებულა და წერტილმძიმეთი ყველაფერი სწორად გააკეთა და რახან, ანუ ლაშად ბუნე ნამდვილი იყო რა. და მე რჩივნა რომ საერთოდ არ შევსულიყავი ამ ბრძოლაში. ამიტომ აი ეს ჩემი გადმოსახედიდან ყველამ დაივიწყეთ დეტექტივების ამბები. იმიტომ რომ არ ვინ ხარ დარწმუნებული, რამდენი პროცენტი დარწმუნებული ხარ? არ მგონი არც ერთი არ ვარ დარწმუნებული. ამიტომ ხო აი ამის გადამოწმებაც, ანუ არ ვიცი, ანუ არაფრის არ მჯერა. უნდა ვითამაშოთ თავიდან, ჩემი გადმოსახედიდან. ერთი ის ვიცი რომ შავი გავიდა უეჭველი და დასვათ თქვენით რა. 11-ს უსმენთ? კაი, შავი გავიდა, ესე უცნაურად და რას ვხდებოდი, იცი ერთ მომენტში რომ 12 რო დეტექტივად გაიხსნა, იგივე რომ შეუტია. ანუ იტალიური მაფია რო ყოფილიყო ეხა 12 და 1, მაგას ალბათ არ გააკეთებდა, ხო? ინსტინქტურად რო ეგრე შეუტია და არ დაიჯერა. 4 ნომერის გადამოწმებული წითელი მე ვარ. 4 ნომერი ალბათ გამერად გამოგდა დიდი ალბათობა იმისა, რომ უფრო დეტექტივი იყო. ნო, ექიმათ რო სოსო აღმოჩნდა, ეგ არ მომეწონა დიდად, იმიტომ რომ სოსოს ისედაც ვენდობოდი და კარგი იქნებოდა თუ სხვა იქნებოდა ექიმი რომ დობა მქონოდა მის მიმართ. და კარგია რომ არ თქვი ვინები ყავს დახიელული და იმედია ამ გამით გაარტყამდა. ჩემი აზრით შენსა და ჩემ შორის უნდა ერჩიო. იმიტომ რომ წითლები ვართ და 12 ნომერმა 5-იანი არის 12-ის წითელი. დასულა. 3-ს უსმენთ? მე ბასტა მომწონს მარტო ესე. ანუ ეხა იაპონიასაც მაგრად ვეძებთ, იმიტომ რომ 2 ქილი იყო. ნუ თუ გაგვიმართლა და 10 ნომერი იყო იაკუძა და მოკვდა ხო, მაგრამ თუ დეტექტივით თამაშობ ნინიკოს დეტექტივით, მაშინ ჰიტა იაკუძა, ანუ სროლოვისაც შეუძლია ეგ არ გამოდის, ნახე? შეიძლება იყოს შოგუნა ჰიტა ჯერჯერობით საფრთხეს არ წარმოადგენს, იმიტომ რომ თუ ამის დეტექტივების უფრო გჯერა და მე უფრო მჯერა, მაშინ ჰიტა ვერ ისვრის ამ ღამეს. ანუ ჰიტას ხელს ალკიდებთ წესით რა, ანუ უფრო წითელია. ისე როგორც მოწონს ბასტო. ლენკანოს ორმხრივად გადამოწმებული წითელი ვარო, მე ვეღარ მუსმინებ სამწუხაროდ, ანუ ერთის მხრიდან კი ბატონო ხარ, მაგრამ ნახე, ლაშა თუ შავია. წითლად რატო გადაგვიმოწმებდა ლენკას თქვა სიტყვაზე, რატო დატოვებდა თუ იაპონიის მხარეს არის. სოსო შეიძლება იყოს, მაგრამ არ ნერვიულობს საერთოდ, მაგრამ ექიმია, ხო და სხვა არავინ ეხსნება მართალია, მაშინ ყველაზე მეტად რჩება ლენკა.
ანუ საეჭვებს შორის და იაპონიას შორის. კი არა, თავისუფლად შეიძლება შენ შოგუნი იყო, ხო? ხო, კი ბატონო და ორხრივი წითელიც არ ხარ, ასე რომ ფსიქოლოგიურად თავშენ უჩაგვიდებ, რომ ორხრივი გადამოწყვეტილი წითელი არ ხარ შენ. დავიძინოთ. ხმის მიცემა არ იქნება ამ წრეზე, იმიტომ რომ ფოლებით დატოვა პირველმა ნომერმა წრე. იღვიძებს მაფია და ირჩევს მსხვერპლს. თონი მიდასტურებს. იღვიძებს თონი და ეძებს დეტექტივს. მიიღო პასუხი. იღვიძებს მარჯვენა ხელი და ეძებს იაკუძას. მიიღო პასუხი. იღვიძებს იაკუძა და უერთდება შოგუნი. იღვიძებს დეტექტივი. და იღვიძებს ექიმი. თემდება. თამაში ტოვებს 8. ჩემი ჰა? მე ხარ ამ გონია. 11 მგონია წითელი კარტი. არ ვიცი, ყოველთვის რა ლოგიკებით ქონდა ეთანხმებოდი ხშირად. 5 ნომერი 3 ნომერშიც რაღაც მომენტში შემეპარა ეჭვი. სავსები შესაძლებელია, რომ გაძვრა ბოლომდე ყველამ წითელი დაუძახა და შეიძლება შოგუნი იყოს, მაგრამ ნუ არ ვიცი ზუსტად რა ფსერიკი. ზართულია რა. დავით. დავამშვიდობთ 8 ნომერს. საინტერესო თამაში იყო. დიდად ექიმის როლი რაღაც კარგად ვერ მოვირგე. მაგრამ ნუ რაც არის ეგ არის რა. ხო, რა ვიცი, წარმატებები დარჩენილ მოთამაშეებს. იმედია მოიგებენ პატიოსნები. 9 ნომერი გახსნის წრეს. აი, მოკლედ ესე იგი, ეხლა ვფიქრობდი, ღამე არ მანამდეც ვფიქრობდი, მაგრამ ერთიანი გავიდა იაკუძად რა. ანუ ერთიანი უეჭველი იაკუძა, იმიტომ რომ 12 და 4 ერთად უტევდნენ, ანუ ორივე ან იმან შავად გადაამოწმა, ის ამას უყვევდა რომ ისევ, ანუ იაკუძა გასული არის. დარჩა ანუ ერთი ანუ რა ალბათ ერთი მაფია რა და შოგუნი შეიძლება რა. რომელიც არის ძალიან რთული. ეხა მე ისევ იმას ვიმეორებ. ორ მაგი გადამოწმებული წითელი არ მაინტერესებს, არ ვიცი. ჩემთვის ხარი რომ იმიდან blank page-დან ვიწყებ რომ ერთადერთი არ ვიცი, მე მსიამოვნებს კალას და ერთად თამაში, იმიტომ რომ რაღაცა კომუნიკაცია, გულწრფელი კომუნიკაცია მაქვს. თქვენთან ასე თუ ისე გულწრფელი, ანუ შეიძლება გულწრფელი არის, მაგრამ ის მუხტი არ მოდის, რაც არის, რომ პატიოსნი რაღაცა ერთ კითხვაზე პასუხს ვეძებთ ყველა ერთად. ამიტომ 11-ს ვასახელებ, ყველამ დავასახელოთ. თუ ეცდებით, რომ ეს ყველაფერი რაც კალა მაგრძნობინებს, ძალიან გამიმარტივებთ. 11-ს უსმენთ? მე ვასახელებ 5-ს. მე შემეწიფლები ყველაზე მეტად. ეხა აქ მეორეზე მყავს სკალა და შემდეგ ლენკა, ესე არის ჩემთვის დაალაგებული. ანუ შენ რო პირველ ნომერს უტევდი თავიდანვე. ამიტომ გონი ხარ ყველაზე წითელი. და ემოციურად ეხა ლენკა არ მომწონს ყველაზე მეტად. რა მგონია რომ პატიოსანი მოქალაქე რო იყოს საერთოდ სხვანაირი საუბრები ექნებოდა. თან მე მიტევდა თავიდანვე კალას ზოიტყვი რომ მოდი ისე გავაკეთოთ რომ 4-ვე დასახელებული ვიყოთ. შენ მიგონია შავი კარტი. დასრულდა. 3-ს უსმენთ? 9 ნომერსაც დავასახელებ და მე შენ დავასახელო, მე არ ვარ დასახელებული. ეხლა ნახე რა ხდება. ბასტოს ქიმია მეც ნახე ერთ რაღაცას ვიტყვი, ბასტო არის MVP გამხდარი, რაღაც tryhard-ობას არ ცდილობს, უბრალოდ გონია რომ პატიოსანი მოქალაქე. ეხლა ნახე ბასტო, მე და შენ გვაქვს არჩევანი გასაკეთებელი რა.
კი ამბობთ რომ მე და ბასტო გადამოწმებლები ვართ, მაგრამ ბასტოს ლოგიკა სწორი იყო აბსოლუტურად და რას უყურე პატიოსნული ლოგიკები აქვს. შეიძლება შოგუნი ახ სადღაც იყო, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში სროლის ეხა გვინდა რომ ვინც ისროს ეგ გავიდეს. ყავს 4 ნომერი გადამოწმებული 11 წითლად, რომელსაც უფრო უთხრესო 11 შეამოწმეო და თითქოს შეიძლება არ აპირებდა და 4 და 11 შორის აპირებდა და ყავს 12 ნომერი შავი გადამოწმების მიერ დატოვებული წითელი. შესაბამისად ნახე, შენ ჩემთვის ლაშას დატოვებული წითელი ხარ. შესაბამისად მე ამ რაუნდში ეხლა ჩამოყალიბებული ვარ, ვინ უნდა ისროლოს. თუ 4-იანის შავი გუნდია, თუ 4-იანის შავი გუნდია, მე შიტა გამოდის მსროლელი და წავაგებთ. მაგრამ მე ხელს ავიწევ 5 ნომერში ახლა. მადლობა. 5-იანს უსმენთ? ნახეთ მეგობრებო, ჩვენ მაგიდაზე ვეძებთ ადამიანს, რომელიც ისვრის, ხო? მოხდა ერთი ქილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი გავიდა დიდი ალბათობით იაკუზად. მაფიაზე მაგიდაზე ზის ერთი მსროლელი, ხო? ჩვენ არ ვიცით შოგუნი ზის თუ არა და თუ ზის, მე ვფიქრობ, რომ თქვენთვის ან ჰიტა უნდა იყოს, ან მე. ჩემთვისაც ან ჰიტა არის, ან არავინ რა. იმიტომ რომ თქვენ არ გითამაშიათ ეგრე. იმიტომ რომ თან წითლად არის გადამოწმებული, მსროლელი ვერ გამოდის, იმიტომ რომ მე 14 დეტექტივი ვთამაშობ. მე რატომ არ ორმაგად წითელი? განა ორმაგად გადამოწმებული ვარ. მე 12 ნომერის დეტექტივაში არ ვეწერებოდი, რომელიც იყო fake დეტექტივი. შესაბამისად, მე და 12 სხვა გუნდები ვართ, ხო? და მე ანუ 4-დან ერთად ვთამაშობ და ჩემი გუნდელი რო იყოს 12, რატო ვიტყოდი რომ ეგრე გადაჭრითო 12 ნომერი არ არის მაფიოზი მეთქი. მე ადამიანი რომელიც გუნდშიც არ ვეწერებით, დგება და მომწევს მე წითლად. ანუ ორივე დეტექტივის ვერსიაში მე ვარ წითელი. ამას გულისხმობ ორმაგ წითელში და არა გადამოწმებას. ამიტომ მე ვფიქრობ რომ 3 და 9-ში უფრო სამში ჩემთვის პრიორიტეტულად ზის მსროლელი რა. იმიტომ რომ 11 არის გადამოწმებული წითლად და ვერ ისვრის, ცუდი კარტი იყოს. 9 ნომერი შედარებით გონია პატიოსანი. დასახელებულები არიან 11, 5, 9 ამ თანმიმდევრობით. 11 ნომრის 30 წამი. ანუ 4 ნომრის დეტექტივობა რატო არ გჭირა? მაგას ვერ ვიგებ. ანუ 100% ალბათ არა, მაგრამ 80-ით მაინც უნდა იყოს ჩემი აზრით ჩვენთვის. ანუ ეხლა მე იმდენად უცნაურად წავიდა ეს თამაში, რომ უნდა ავირჩიო ვისთან მაწყოსო წავაგო. იმდენი სიგიჟე ხდება. დასრულდა თქვენი დრო. 5 ნომერს უსმენთ? ნახეთ 3 ნომერი ვერ დავასახელ და მომეწყო. დიახ, 3 ნომერი არ არის დასახელებული. მე ვეძახი რომ ჩემი და 11-ის გასვლა არ გაწყობს რა. შენთვის მსროლელი ადამიანი უნდა იყოს 9 და 9-ისთვისაც მსროლელი ადამიანი უნდა იყოს 3. რადგან 3 არ არის დასახელებული და მე დამავეწყდა, იმიტომ რომ არგუმენტებზე ვიყავი კონცენტრირებული, მე მგონია რომ ეხლა 9 უნდა გავიდეს რა. ჰიტა სულ რომ ნეგატიური კარტი იყოს, არის წითლად გადამოწმებული. ჯერ ხელს არ ვკიდებთ რა. მე შევხედავ 9 ნომერის გასვლის შემდეგ, შევხედავთ რა როგორ მოხდება. 9-იანს უსმენთ? ერთი წუთი, რატო ჩავიხვიეთ ეგ ამბავი რა, ანუ რას ქვია, წითლად გადამოწმებული, შევთანხმდით, ყველა რატო შეთანხმდით 4-იანი დეტექტივი. ანუ თქვი ვინგონია შავი. შავი, მე ვიცი რომ არ ვარ და ეხა 4-იანმა რომ 2 თუ მე კალასი მჯერდა და 4-იანმა 2 წითელი გადაგამოწმა თუ, რავი, ლაშამ გადაგამოწმა შენ წითლად? და შენ გადაგამოწმა 4-იანმა, ხო და არაფერს არ მაძლევს ეგ. არ ნიშნავს ეგ ლოგიკა, მე არ მაინტერესებს. შენ არაფერს არ იძახ, ხიტა. შენ არაფერს არ იძახ. დასრულდა. თხოვე რომ მე 11-ზე ვწევ. დასრულდა. 11, 5, 9 ამ თანმიმდევრობით. ვინ ფიქრობს რომ 11-მა უნდა დატოვოს თამაში? 1 ხმა. ვინ ფიქრობს რომ 5-იანმა უნდა დატოვოს თამაში? 2 ხმა. ვინ ფიქრობს რომ 9-იანმა უნდა დატოვოს თამაში? 1 ხმა. 5 ნომრის ბოლო სიტყვა. მეგობრებო, თამაში ყავთ სროლელი. წააგებთ. ანუ, ჩემი გასვლა არაფერში არ ეწერა. და ის ლოგიკა, რომ წითლად გადამოწმებულები ვართ მე და 11, ძალიან ბევრს ნიშნავს რა. უბრალოდ ან შავი კარტი ხარ და არ გინდა რომ დაინახო, ან წითელი ხარ და ვერ ხვდები რა. ეხლა ეს თამაში წაგებულია, იმიტომ რომ ვიღაცა ისვრის. მე არ ვიცი რომელი ისვრი, 11-ის გარდა, ან 3 ან 9 ისვრით. ჩემზე რატო აიწია ხელი? პას. მადლობა. მივუძოთ მაფიას! საღო. მოიგე. ხამე მოკლავ რომელსაც გა. 4 ნომერს ბრავო. ბრავო. მაფია იყო, მოიცა მეც დამოვიწყდა. 2-9-4. შოგუნი იყო 5-იანი, იაკუძა იყო 1-იანი, დეტექტივი იყო 12,
ექი მიიყო 8. მეგობრებო, აი ძალიან ეპიკობა თამაში იყო. გიჟობა ხდებოდა, ღამე დღისით, ერთი დეტექტივი, ორი დეტექტივი. ვიზიარებ ჩემო ძმაო. პირველ ნომერს ძალიან კაი თამაში იყო. ერთი წუთი ვლაპარაკობ გენაცვალე. ხო, რა თქმა უნდა. მე ძალიან მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ ვერ მოვიგეთ მე და ლენკა, მაგრამ ლენკა გენიალური დუოა. ნუ ხარ გაბრაზებული, არა უშავს, შემდეგში მოვიგებთ, girl. ძალიან კარგად ითამაშა 4 ნომერმა. აი გენიალურად ითამაშა, ბრავო, ტაში, ჩემი MVP აუცილებლად იქნება თან girl power, აუცილებლად 4 ნომერი. მიუხედავად აი რა არ გესმის შენი თამაში აი საერთოდ საოცრება ისე მეწყინა რო გახვედი რომ მზად ვიყავი რომ მეკი ოღონდეს დარჩეს და თუნდაც კალა გავიდეს თქო რა ანუ მანდ ვიყავი კაია გავერთოთ ხო რა ძალიან კაი თამაში იყო ანანო მაპატიე ჩემი სამსახიობო ნიჭით რომ გაგაბრაზე ხო რა თუმცა ეგეთი მაღალი მაჩვენებელი არც მქონია ჩემი აზრით რომ ძალიან მეტყობოდა ძალიან ნერვიულობდი ხო რა კაი ბავშვები ხართ და აბა מחר შენიც ხა მე ისე ვიგივენად გავაგზავნებ საუბარს და თქვენ ისე იმაზე იფიქრებთ ბიჭო აი კარგია ერთ-ერთი ამის თქვა მინდა და არ მინდა შევაწყობი დავამთავრო და იმიხვდი ის თქვაც მინდა ძალიან კარგი თამაში იყო მე მგონია რომ 4 ნომერმა არის ეს ადამიანი ბევრჯერ არ მინახავს მაფიაში და ღამე ჩუმად თუ თამაშობს ხოლმე უბანში არ ვიცი მაგრამ smart გადაწყვეტილებები რაც მიიღო იყო იდეალური ყველა ნაბიჯზე იყო სწორი გადაცემაში რომ გინდოდეს ვეთყოდით და აუცილებლად მოვიწევთ უბრალოდ ჯერ ველოდებით რომ ბანძი ხალხი გავცხრილოთ რაც შეეხება აჩის იგივე მინდა გავიმეორო რაც კალაზე ვთქვი და ერთ-ერთი აქ დაჩაგრული მე მგონია ეს არის ლაშა რომელიც ყველა ჯერზე მაოცებს და უბრალოდ ვიღაცა თუ გადუნები ვისაც გონიათ რომ თამაში იციან არ უსმენენ და გონი იმდენად აი როგორ გადაიჭრა ნარცისიზმში რომ გონია რომ მე არაფერი ხარ აზი არა ხარ უბრალოდ რომ უსმინო სხვასაც რა მადლობა ეხა შენი ჯერია მეუნება ადამიანს პირველ წამზე მაფიოზი ვარ კი არა და ესე იწყებს გადი მოდი ხა გადი თავი და მე რამით აკაკო მომეცი რა გია კალას თავიდან მეუთხარი რომ ამ ღამეს შენ გამოიტყურებით ხო და მეორე დღეს მითხრა რომ מחר პირველ ღამეს ხალხი არ კვდებაო ეს პატარა რო გონიათ რომ კალა მაგარია და გამოიცნო ლაშა მაპატიე უბრალოდ მანუზე რომ ამაწია ხელი ქონდა გაშლილი და მოდიოდა გრიალ სახეში და გადავყლაპე რა შენთან რა ვიყავით სტომრად იქ ხო ნახე რაც მოხდა და მაგის პრევენცია უცადე კარგი თამაში იყო გილოცავთ ის დამპალი ბოლომდე ვერ მივხვდი რომ ერთი წავე ბოდიში რა ის დამპალი ბასტო ვერ მივხვდი ბოლო წამამდე რომ შავი იყო და ჰიტას ეს სახეების გაშაშებაც აღარ შემიძლია რა ხდება ეხა მე უნდა ჩამოვყალიბდე 30 წამი მაწადე ჩამოვყალიბდე ანუ ცოტა მაგანაც ამჭრა მაგრამ საბოლოო ჯამში ლენკა კი დაგვადანაშაულე ბოლოს მაგრამ ბოლოს დაგესახალებინე მე მინდოდა გაყოფა მაგიდის ბასტოზე არ უწევდი ხალხს მაგრამ მაინც მოკლედ პირველ რიგში ბოდიში ლაშა ბოლოს იმდენად ძალიან გაბრაზდი რომ მეთქი საერთოდ რა მინდა და რას ვიხსნებოდი მაგრამ მგონა რომ ძალიან კაი თამაში იყო ჩემ MVP არის ბასტო იმიტომ რომ არ მეგონა თუ დარჩებოდა თამაში მაგრამ ეს კალასბრალი იყო რეალურად კალაშეცნობა იყო მაგრამ ჩემ MVP მაინც ბასტო არა უბრალოდ ეხა ვასახელებ რომ ძალიან მომეწონა და ძალიან კაი თიმი იყო მართლა რა ვიცი იმედია რომ ყველა კმაყოფილები ხართ არა ოთხ ნომერზე მინდა 1-2 სიტყვა თქვა იმიტომ რომ არ მე თქვენს რომ ხშირად თამაშობს ხო გამოსტილი მოთამაშე ხარ გარეთ უნივერსიტეტში ხო არ ვიცი ანუ მე ჩემი აზრით სია არ უნდა იყოს ხმის მიცემის და უნდა 4 ნომერს მისცე MVP ან engagement თუ გინდა ყველა იყოს 4 ნომერი და როგორმე გადანაწილდეს რა ლაშას უზიარებ იმიტომ რომ ხო წარმომიდგენია როგორ დღეში იყავი შენ ეს რო ხდებოდა იმიტომ რომ ყველა შენ წინააღმდეგ იყო რა ჩემი აზრით თუ ხდება პას არა ვიტყვი რომ მართლა არა ნინიმ კარგად ითამაშა იმიტომ რომ ძალიან რთულია ესე უცებ გაიხსნა როცა თან ესე პირველად თამაშობ ხო מחარამ რო აიღო თავის თავზე აი აქ შეიძლება უკვე MVP-ობა წავიდეს მაგრამ ისე
ხო მოკლედ ჩემი MVP ისეთი გენიალურია ის გაიგებს კიდე ხო მოკლედ ჩემი MVP 4 ნომერს გადაეცემა და ვავი ლაშა ხარება ლაშა მე გენდობოდი ყველანაირად და მაგიტო ავწიო 4-ზე ხელი ეგრევე მახარამდე დაჟე არ მეთქი 4 გავარ. შენზე არ ამიწევია ხელი ეგრევე ცოტა გვიან ავწია შენზე გადმოვიდე. ლაშაზე ვიტყვი რა. ანუ ლაშაზე რეალურად მჯეროდა, იმიტომ რომ ორ წითელს გადამოწმებას არ დადებდა რა ეს რო ფეიქი ყოფილიყო, მაგრამ აი ამ ადამიანმა იმდენად სწრაფად იმოქმედა და ეფექტურად ანუ შენს გარდა ეხა რო ყოფილიყო, არანა რო ყოფილიყო, არავინ მის მიერ სხვა ალბათ არ დავიჯერებდი, მაგრამ შენ და აი ისე დიხეს რომ მეთქი ეს შოგუნია უეჭვედი. არა, ხო, ვიცი. გადა. არ ვიცი რო პროსტა გას. ძალიან არა, ნუ ხო რა, ძალიან გატეხა. მეც არ ვიცოდი თავი. აზი ხარ? ჩემი MVP არის 2 ნომერი რა. ერთი წუთი. ერთი წამენ. ახლა 2 წუთი მე ვიტირებ, ჩემს კალასთან, ჩემს ლაშასთან, ჩემ პატიოსნებთან, ჩემ ეკიმთან ერთად. ერთად, აი ძალიან გულით მინდოდა ლაშას დაჯერება, მე ხელი არც ამიწევი, არც ერწრედე ლაშაზე, უბრალოდ 4 ნომერს არც ერთ ფერზე არ მოუტყუებია რა. თავისი შავი შავად გადაამოწმა, რომელსაც მე ვასახელებდი და მე ვამბობდი გავიდეს თქო და შესაბამისად, ანუ ორიანიც მეშავებოდა, ერთიანიც მეშავებოდა და ამ ადამიანებზე შავი თქვა რა რეალურად. 11-იც პატიოსანიო მეთქი ძალიან კარგი. ბოლოს კიდევ მათემატიკურად ვასტოშავი, მაგრამ მე უკვე кай ხნის გასტუმრებული ვიყავი და ჩემი აზრით არც უნდა მოგვეგო, ანუ შეიძლება ლაშაშენ უნდა მოგვეგო, მაგრამ პატიოსნები და ძალიან მომეწონა 5 ნომრის თამაში, რომელიც ჩემი აზრით ძალიან პატიოსანი იყო და 4 ნომერს ბრავო, ძალიან კარგი იყო, შენი შავის შავით რო შემოხვედი გენიალური. აი, პირდაპირ ლაშას რო გადავამოწმე. აქ ორი კაცი გვაკლია. 4 ნომერს მიულოცავ, ძალიან მაგარი თამაში იყო, ნამდვილად გეკუთვნოდათ გამარჯვება. კალა არა უშავს ნახე. ის არ მოგსვლია რა, ანუ მესმის. აი უბრალოდ ერთ-ერთი რაც მინდა ვთქვა, რომ ბევრჯერ გვითხოვს, რომ ეს თამაში არის არა მარტო ემოციების, არამედ არგუმენტების თამაში და არგუმენტებით მით უმეტეს ბოლოსკენ, როცა კიდე 2 ქილი კვდებოდა და ფეიქ დეტექტივი იაკუძაც გაგვიყვანა 12-ის და 7-ის და მაინც 2 კლუბა იყო. სადღაც უნდა დაფიქრებული ყავით, რომ უიმე ლაშა თურმე სიმართლეს ამბობს რა. თუმცა ხო და ანუ არა დეტექტივი რასაც აწვებოდა, მაფია ვერ ვიქნებოდი, აი გუნდში არ ვიყავი. ვის გუნდში ვიყავი პატიოსნების ხო თან 7-იანი მოკვდა ჩემი გადამოწმებული წითელი ეგრევე მოკვდა 7-იანი ხო მესმის არა 4-იანს ბრავო აუცილებლად ჩემი MVP იქნება 4 ნომერი უოცავ მაფიას გამარჯვებას და პატიოსნებს მე პროსტა ბოლო პერიოდში არ მიმართლებს რაღაცებში იმედია ჩემი დროც მოვა მე უნდა ვითამაშო თამაში რომ ბალანსი შედგეს. აი ხიცხი კახوار ხალაშა ბოდიში. ხიცხი კახوار. არა, მორიელი. მადლობა მეგობრებო მომბრძანებისთვის, მადლობა სპონსორებს და მომავალ შეხვედრამდე.